მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო, უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებო, მივესალმები მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს ბატონ ზურაბ პატარაძეს, მინისტრთა კანდიდატებს, მივესალმები საზოგადოებას, რომელიც თვალყურს ადევნებს სხდომას უმაღლესი საბჭოს Facebook გვერდზე და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მეშვეობით. უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 15-მა წევრმა. შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილია აღნიშნულიდან გამომდინარე 2026 წლის 28 აპრილის რიგარეშე სხდომას გახსნილად ვაცხადებთ. დღის წესრიგში გვაქვს ერთი საკითხი, მოგეხსენებათ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 62 მუხლის თანახმად რიგარეშე სხდომაზე დღის წესრიგს კენჭი არ ეყრება, ვინაიდან სხდომა მოიწვევა ინიციატორის ნუსხათა ნაწილით და იხურება ამ საკითხების ამოწურვის თანავე. როგორც მოგეხსენებათ, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ბატონი სულხან თამაზაშვილი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. შესაბამისად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი იყო ვაკანტური. კონსტიტუციური კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ გაიმართა კონსულტაციები პრეზიდენტთან, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელწერის შესაბამისად წარმოდგენილია მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი და მინისტრები, რომელსაც ეხლა გაგაცნობთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ბატონი ზურაბ პატარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად ბატონი დენის სალუქვაძე, აჭარის კულტურის მინისტრის კანდიდატად ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ქალბატონი ნინო ნიჟარაძე, აჭარის სპორტისა და განათლების მინისტრად ქალბატონი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ბატონი ედნარ ნატარეძის კანდიდატურა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი სხდომა წარიმართება კანონპროექტის პირველი მოსმენით დადგენილი წესის შესაბამისად, რაც გულისხმობს, როგორც გამოცდილ წევრებს მაინც შეგახსენებთ, მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მოხსენებას, რომელიც გულისხმობს სამოქმედო გეგმის და სამთავრობო ხედვის გაცნობას უმაღლესი საბჭოსთვის. რეგლამენტი 20 წუთი, შესაძლებელია სხდომის თავმჯდომარედ დაემატოს 10 წუთი. შემდგომში გვაქვს უმაღლესი საბჭოს წევრებს კითხვის დასმის უფლება მხოლოდ ერთხელ 2 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გვექნება თითო წუთი შესაძლებლობა დამაზუსტებელი კითხვებისთვის, რასაც ერთიანად შემდგომში მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი უპასუხებს ყველა დასმულ კითხვას და პასუხებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებულია 20 წუთი. ამის შემდგომ იქნება გამოსვლები, კომიტეტების წარმომადგენლებს 5 წუთი, დამოუკიდებელ წევრებს 3 წუთი და მოგეხსენებათ, რომ რეგლამენტში მოხდა რეგლამენტაცია, შესაძლებელია იქნეს გამოყენებული დამოუკიდებელი წევრებისთვის ტრიბუნა და შემდგომში ფრაქცია 10 წუთით. ასევე დასკვნითი სიტყვისთვის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს ეძლევა 10 წუთი. შემდგომში ცხადია, კენჭისყრაზე იქნება საკითხი დამტკიცების თაობაზე, რასაც სჭირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ჩვენ შემთხვევაში 11 ხმა. შესაბამისად, უპრიანია უკვე დავიწყოთ უშუალოდ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვა და ტრიბუნასთან ვთხოვთ მომხსენებელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს ბატონ ზურაბ პატარაძეს. მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო, მინდა მივესალმო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მინდა მივესალმო პატივცემულ დეპუტატებს, მივესალმო აპარატის წევრებს, მივესალმო ჟურნალისტებს, დამსე საზოგადოებას. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს წავსდგეთ თქვენს წინაშე და გაგაცნოთ ჩვენი სამოქმედო გეგმა, ჩვენი პროგნოზები, ჩვენი ხედვები. ფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თითოეულ თქვენთაგანს გქონდეს
ინფორმაცია თუ რას გეგმავს სამომავლოდ აჭარის ხელისუფლება არჩევის შემთხვევაში და რა გაკეთდა და რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ კიდევ ერთხელ გამეორდები. ძვირფასო მეგობრებო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხედვა ინკლუზიური განვითარებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობაზეა დაფუძნებული. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და მიმართულებები არის ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების მოზიდვა, ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ბიზნესის ხელშეწყობა, რაც ქმნის მყარ საფუძველს რეგიონის სტაბილურობისათვის. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას განიცდის. ბოლო წლებში სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში სწორედ დაგეგმილმა და განხორციელებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ რეგიონს სწრაფი ეკონომიკური განვითარება მოუტანა, რასაც მარტივად მოწმობს აჭარაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ანალიზი. მინდა გაგაცნოთ ციფრებიც ამავდროულად გეგმებიც 2026-2028 წლებში აჭარაში რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური საპროექტო ღირებულება დაახლოებით 1,500 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი რეგიონის განვითარება, წარმატება, ცნობადობის ამაღლება გარკვეულწილად ეხება და ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია ტურიზმის განვითარება. და ნამდვილად ჩვენ მოვახერხეთ დავანგრიეთ სტერეოტიპი და აჭარა დღეს არ არის მხოლოდ 2 თვე საზაფხულო სეზონი. არამედ თვითოული ჩვენთაგანის მისწრაფება, შრომა და ნამდვილად ერთიანი მიდგომის შედეგად დღეს ჩვენ ვხედავთ 4 სეზონიან რეგიონს, სადაც 4-ვე სეზონის მანძილზე ჩამოდის სტუმრები და ჩვენ განავითარეთ სხვადასხვა მიმართულებით ძალიან წარმატებული პროექტები. საუბარი არის როგორც საზღვაო ტურიზმზე, ასევე სამთო სათხილამურო მიმართულებაზე, ასევე მაის ტურიზმზე, ანუ საქმიან ტურიზმზე და დღეს ვხედავთ ჩვენ რეგიონში იმართება სხვადასხვა პერიოდებში მნიშვნელოვანი ბიზნეს ფორუმები, კონგრესები, სემინარები, შეხვედრები, რაც ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას, ცნობადობის ამაღლებას და წარმატებებს. რა თქმა უნდა, მუშაობა ინვესტორებთან, მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ამა თუ იმ პროექტზე არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, აგრარული ტურიზმი, რა თქმა უნდა, კულტურის მიმართულებით ტურიზმის განვითარება, რა თქმა უნდა, სოფლად ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი და მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამთო სათხილამურო მიმართულება ჩვენთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და თქვენ როგორც თქვენ იცით, ბევრი თქვენთაგანი უმაღლეს საბჭოს წევრები იმყოფებოდა ერთად დავდიოდით კარდა ვცდილობდით მაღალმთიანი აჭარაში შეგვეტანა ბევრი წარმატებული პროექტი და პირველ რიგში მინდა ხაზგასმის აღნიშნო გოდერძის უღელტეხილი. გოდერძიზე როგორც იცით შენდება და გრძელდება პროექტები, რაც ეხება და რაზეც მნიშვნელოვანი საკითხი არის სამთო სათხილამურო კურორტის განვითარების კონტექსტში. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ 10-ზე მეტი სასტუმრო უკვე მოქმედებს, მიმდინარეობს აქტიურად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ჩვენ ვცდილობთ და აუცილებლად შევეცდებით და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ იქ მოეწყოს რეკრეაციული ზონები. პირველად ჩვენს რეგიონში გენგეგმის მიხედვით ჩვენ ვაშენებთ ახალ კურორტს და შესაბამისად მას სჭირდება აუცილებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. საუბარი არის სპორტულ ობიექტებზე, საუბარი არის კვების ობიექტებზე, რეკრეაციულ ზონაზე, სხვადასხვა სკოლებზე, სავაჭრო ცენტრებზე, ბავშვთა ცენტრებზე, მომსახურების სხვადასხვა მიმართულებაზე. ვფიქრობ,
ჯამში ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ დასრულებულ ძლიერ კურორტს და ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხება თუ რა გეგმები არის სამომავლოდ საბაგირო გზის მიმართულებით, ახალი გზების მოწყობის მიმართულებით. აქაც გვაქვს ხედვები, აქაც გვაქვს ჩვენი ინიციატივები და ვფიქრობთ ჩვენ მალე ვიქნებით მომსწრე ახალი პროექტების განხორციელების უშუალოდ მთაში. როცა ჩვენ საუბრობთ მაღალმთიან აჭარაზე და საუბრობთ გოდერძის უღელტეხილზე, ეს არ არის მხოლოდ ზამთრის კურორტი და არ არის მხოლოდ შესაძლებლობა წელიწადის მხოლოდ ზამთრის პერიოდზე. არამედ ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ მთა 4-ვე სეზონზე, მით უმეტეს ჩვენს ვიზიტორებს მიეცემათ საშუალება დაათვალიერონ ულამაზესი მწვანე ტბა, ულამაზესი ალპური ბოტანიკური ბაღი, ასევე ესტუმრონ ბეშუმს და მიიღონ სრული სერვისები. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე და ვფიქრობ, ამას ჩვენ მივაქცევთ მაქსიმალურ ყურადღებას. ამავდროულად ჩვენს სტუმრებს მიეცემათ შესაძლებლობა თაში ყოფნის შემდგომ სულ რაღაც 2 საათში ჩამოვიდნენ ქალაქ ბათუმში და შესაბამისად შესანიშნავი დრო გაატარონ ზღვის სანაპიროზე. მე მინდა მოკლე ციფრები მოგიყვანოთ და აღვნიშნო ტურისტული მიმართულებით გვაქვს ზრდა 2025 წელს 4,9 მილიონი ვიზიტორი ყავდა რეგიონში 4,8 უკაცრავად და შემოსავალმა მიაღწია $1,800,000. ფიქრობ, ეს არის კარგი მაჩვენებლები, თუმცა არ არის საკმარისი და ჩვენ გავაგზავნოთ მუშაობას, რათა ეს ციფრები გაიზარდოს. ასევე მინდა აღვნიშნო საერთაშორისო ფრენები. 2025 წელს ბათუმის აეროპორტში 5,175 ფრენა განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით გვაქვს ზრდა. ასევე ჩვენ პოზიცირებთ სხვადასხვა ქვეყანაში, სამიზნე ქვეყნებში 25 ქვეყანა, სამიზნე ქვეყანა ჩვენ მოვიარეთ და არის შესაბამისი ხედვები და გეგმები და ამავდროულად წლის ბოლომდე 20-მდე გამოფენაში სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენი სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები, ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები პირველ რიგში მიიღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება ბათუმს და მის ყველაზე ერთ-ერთ შტამბეჭდავ ლოკაციას, ჩვენს უსაყვარლეს ბათუმის ბულვარს. ბათუმის ბულვარის გეგმა და განაშენიანება 2026-2028 წლებში ბულვარის მოვლა შენახვისთვის დაიხარჯება 61 მილიონი ლარი დაახლოებით, რაც მოიცავს სავარჯიშო და საბავშვო მოედნების მწვანე სივრცეების და საბაღე ინფრასტრუქტურის განახლებას. მე ვფიქრობ, ჩვენ ვფიქრობთ 2028 წლისთვის ვიზიტორთა რაოდენობა მინიმუმ 2-ჯერ გაიზრდება, გვექნება 50%-იანი ზრდა და ძალიან ბევრ სტუმარს ჩვენ ქალაქელს მიეცემა საშუალება გაატაროს შვილებთან ერთად, შვილიშვილთან ერთად არაჩვეულებრივი ბულვარის ტერიტორიაზე დრო და ჩვენ მალე გვექნება უფროსთაობას კარგად ახსოვს ძველი ბულვარი თავისი იერსახე და გარკვეულწილად შადრევნების ალეაში მოეცემათ საშუალება გავლის, იქ იქნება საინტერესო ინსტალაციები, მოეწყობა ძალიან ლამაზი სივრცეები, მათ შორის მწვანე სივრცეები. ფიქრობ, ეს ულამაზესი ადგილი, როგორც იყო ჩვენი სიამაყე, ასევე სიამაყით ვაჩვენებთ, დავათვალიერებთ ჩვენ სტუმრებს და ვიზიტორებს. ბატონებო და ქალბატონებო, როცა ჩვენ საუბრობთ ინფრასტრუქტურაზე, წარმატებაზე, რეგიონის განვითარებაზე, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც უკვე შესრულდა
და რომელიც გვაქვს დღის წესრიგში. მინდა დავიწყო სპორტული ინფრასტრუქტურით და სპორტის განვითარებით. მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად, რა თქმა უნდა, არის ცხოვრების ჯანსაღი წესი და ხელშეწყობა. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმს ევროპის სპორტული ქალაქის სტატუსი მიენიჭა. სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის უკვე დაიხარჯა დაახლოებით 260 მილიონი ლარი. და როცა ჩვენ საუბრობთ ჯანსაღ ცხოვრებაზე, ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი სპორტული ტურიზმის თვალსაზრისითაც. ძალიან ბევრი საერთაშორისო ღონისძიება, სპორტული ღონისძიება შეიძლება ჩატარდეს ავტონომურ რესპუბლიკაში. ჩვენ გვაქვს მზაობა, ჩვენ გვაქვს ამისთვის ინფრასტრუქტურა და ის, რაც გვაქვს დაგეგმილი, სრულად შეუწყობს ხელს, რათა საერთაშორისო დიდი ღონისძიებები გავმართოთ, ეს ერთი და მეორე ამავდროულად სპორტული შეკრებებისთვის მოვიპატიჟოთ სხვადასხვა ქვეყნებიდან გუნდები, ვფიქრობ, გაზაფხულის შემოდგომა ზამთარი არის ის პერიოდი, როდესაც სხვადასხვა გუნდები შეძლებენ ჩაატარონ აქ ვარჯიშები და რა თქმა უნდა მიიღონ სრული სერვისები. მე მინდა მოკლედ ჩამოვთვალო განხორციელებული უკვე პროექტები და არ შემიძლია არ ვთქვა და არ აღვნიშნო, ნამდვილად სპორტული სავიზიტო ბარათი ბათუმისთვის არის 20,000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონი. ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე მაქვს საუბარი, რომელმაც 2023 წელს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლა. ვფიქრობ, ეს არის უნიკალური შენობა ნაგებობა. მე მახსოვს, როცა ბევრი თქვენთაგანთან ერთად აქ ადამიანებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში დღე და ღამე მუშაობდით, რათა ეს პროექტი დაწყებულიყო და მიხარია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი სპორტული სივრცე, რომელიც ამშვენებს დღეს ჩვენს რეგიონს, ბათუმის სტადიონი. ასევე ბათუმის სპორტული კომპლექსი, სადაც თავი მოიყარა სპორტის 12-მა სახეობამ. ვფიქრობ, ესეც უნიკალური სივრცე არის, სადაც შეიძლება ამ დარბაზის ტრანსფორმირება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება. FIFA სტანდარტების შუახევის საფეხბურთო მოედანი, ჩაქვის ძალოსნობის ბაზა, ქალბატონო ფათი, ჩვენ ბევრჯერ საუბრობთ ამ მნიშვნელოვან ობიექტზე და დღეს გვაქვს ნამდვილად ღირსეული ინფრასტრუქტურა. ხორჯომის სპორტული დარბაზი, ყინულის არენა ფაქტიურად დასრულებულია და მალე გვექნება შესაძლებლობა ექსპლუატაციაში მივიღოთ და შესაბამისად უკვე მიიღოს სურველები ამ სივრცემ. აქვე მინდა გადავაცნოთ სამომავლო გეგმები 2026-28 წლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. იგეგმება საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის გახსნა, რომელიც უკვე ფინალურ ეტაპზე არის. ქობულეთის სპორტული კომპლექსი საცურაო აუზით. მინდა ჩვენი ქობულეთები გავახარო. ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია. ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა და საფეხბურთო სტადიონი. ქობულეთის და შუახევის მუნიციპალიტეტებში რაგბის მოედნები ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით. ქედის სასპორტო სკოლა და უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ბათუმის თანამედროვე სტანდარტების ჭადრაკის სასახლე. ალბათ ყველას გვახსოვს 2018 წელს აჭარამ საქართველოს მომასპინძლეთ ჭადრაკის ოლიმპიადას და გვაქვს შესაბამისი გამოცდილება, ვფიქრობ, მომავალშიც ჩვენ შეგვიძლია უკვე ამ სივრცეში მივიღოთ სხვადასხვა დიდი ღონისძიება. და ბოლოს ხულოს თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლა და საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია. ეს არის ის ჩამონათვალი თუ უახლოეს პერიოდში რა გეგმები აქვს აჭარის მთავრობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. როცა ჩვენ საუბრობთ წარმატებებზე, როცა ჩვენ საუბრობთ ხვალინდელ დღეზე, არ შეიძლება არ აღინიშნოს
საგზაო ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დაწყებული სტუმარი როცა ჩამოდის რეგიონში, ქვეყანაში, გზა არის ერთ-ერთი უმთავრესი. ერთ-ერთი უმთავრესი არის თავარი არის ჩვენი ხალხი, ხალხზე ზრუნვა, ჩვენი და ჩემი მშობლიური აჭარა და თითოეული მუნიციპალიტეტი, თითოეული სოფელი, დაბა და თითოეული ოჯახი. 21 საუკუნეში ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ თითოეულ მოსახლესთან, აბსოლუტურად ყველასთან, როგორც გზა, ასევე წყალი, დენი, გაზი, ინტერნეტი, ყველა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ღირსეული ცხოვრებისთვის. და ჩვენ ვალდებული ვართ ვემსახუროთ ჩვენს მოსახლეობას, რათა ღირსეულად მათთან ერთად მართოთ პროცესები და ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე და ჩვენს სამომავლო გეგმებზე. ძვირფასო მეგობრებო, ზუსტად ამ კონტექსტში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ საგზაო ინფრასტრუქტურაზე, ზოგადად აბრეშუმის გზაზე, შუა დერეფანზე, არსებული გამოწვევების ფონზე სულ უფრო მეტი დატვირთვა აქვს შუა დერეფანს. და ჩვენ ვხედავთ სამეზობლო ქვეყნების გავლით ძალიან დიდი ტვირთბრუნვა უკვე მატება არის და იგეგმება. ამისათვის ჩვენ სრულად უნდა ვიყოთ მზად, უნდა იყოს სრულად ბოლომდე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და დარწმუნებული ვარ ცენტრალური ხელისუფლება და რა თქმა უნდა ჩვენი რეგიონიც ერთ ფერხულში ჩვენ ამ საკითხებს მივიყვანთ ბოლომდე. მინდა ხაზი გაუსვა ცენტრალურ მაგისტრალებს პირველ რიგში და თქვენ იცით რომ ძალიან მალე უკვე დაიწყება მუშაობა ბათუმის სარფის მიმართულებით, რათა საზღვრიდან საზღვამდე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ სრულად იყოს შესაბამისი მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, რათა ჩვენ გქონდეს შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტი ტვირთი გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე პორტები, ასევე ანაკლიის პორტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რაზეც 24 საათიან რეჟიმში საქართველოს ხელისუფლება მუშაობს და დარწმუნებული ვარ გვექნება წინ ძალიან ბევრი წარმატებები. ასევე ჩვენი რეგიონალური პროექტები, სოფლის გზები, ქალაქის გზები, ქუჩები, ჩიხები, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აქ გქონდეს წარმატებები. მინდა ორი წუთით კიდევ გზაზე და ინფრასტრუქტურაზე ვისაუბრო. გავიხსენო ბათუმის შემოსასვლელი ესტაკადა, რომელიც ესე ვთქვათ, მანამდე იყო რიგი პრობლემები შემოსვლასთან დაკავშირებით, იქ გადის ლიანდაკი, პორტში შესვლა იყო სავალდებულო, აუცილებელი, შესაბამისად ფერხდებოდა ქალაქში მანქანებით შემოსვლა, შესაბამისად დღეს თანამედროვე ესტაკადით შესაძლებელია ქალაქში უპრობლემოდ შემოსვლა და ეს ულამაზესი ინფრასტრუქტურული პროექტი დღეს ემსახურება როგორც ბათუმელებს, ასევე ქალაქის სტუმრებს და ასევე ტრანზიტად მიმავალ მგზავრებს. და ამ პროექტისთვის დაიხარჯა 15 მილიონამდე თანხა, ცოტათი მეტი და ვფიქრობ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა არის აუცილებელი და ამ კონტექსტში ხულოზარზმის მონაკვეთი მინდა აღნიშნო. საკმაოდ ურთულესი რელიეფი არის, ძალიან ბევრი გამოწვევა იყო ამ გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ უკვე ეს პროექტი მიდის დასასრულს და დარჩენილი არის ჯამურად 4 კილომეტრამდე გზა, შესაბამისად როგორც კი უახლოეს პერიოდში დასრულდება გზის მშენებლობა, ჩვენ მოგცემთ საშუალება ავიდეთ თაში. აქვე და გაზიფიცირებაზე მოკლედ თქვა, ესეც ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი რეგიონისთვის. თქვენ გახსოვთ, ჩვენ დავაანონსეთ სიტყვა საქმე მოყვა და მაღალმთიან აჭარაში დაიწყო გაზის მილის მშენებლობა და დღეს ბუნებრივი აირი ადის ხულოს მუნიციპალიტეტამდე, ასევე სამცხე-ჯავახეთიდან მილი ჩამოვიდა გორდონის უღელტეხილამდე და უშუალოდ კურორტზე, დღეს გვაქვს გაზი. ეხლა როგორც კი საგზაო ინფრასტრუქტურა დასრულდება, პარალელურად გაზის მილის გაყვანაც დასრულდება და შეიკრება წრიული, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი რეგიონისთვის, არ იქნება გაზის მიწოდება მხოლოდ გურიიდან აჭარის მიმართულებით, არამედ შესაძლებელი იქნება უკვე მაღალმთიანეთიდან მივიღოთ ალტერნატიული გაზი, როგორც ბათუმში, ასევე ყველა სხვა მუნიციპალიტეტებში, ხულოს, შუახევი, ქედა, მახინჯაური, ქობულეთი. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მხრივ,
როცა ჩვენ საუბრობთ მთის გამაგრებაზე, გუშინ ერთ-ერთმა დეპუტატმა კითხვა დამისვა თუ როგორ აპირებთ მთის გამაგრებას და როგორ შეაჩერებთ მიგრაციას მთიდან. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთად შევძლებთ ამის გადალახვას და ზუსტად როცა იქ იქნება ყველა პირობები, შუქი და გაზი. როცა დღეს საუბრობთ გოდერძის უღელტეხილის განვითარებაზე, როცა დღეს გულს გვახარებს და უხარია, როცა რიყეთი დალისპარაულით ავდივართ ზევით და ხედავთ პატარა საოჯახო სასტუმროებს, ახალი საოჯახო ბიზნესები აქვს, ბევრს წამოწყებული და პირიქით სტიმული უნდა მივცეთ ჩვენ დავეხმაროთ, რათა იქ ადგილზე გაჩნდეს მეტი სამუშაო ადგილების შემოსავალი. ფიქრობ ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მოკლედ გაზიფიცირებასთან დაკავშირებით ვაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს პერიოდში არჩევის შემთხვევაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ჩაგაბაროთ ანგარიში. ასევე ძვირფასო მეგობრებო, ქვეყნის ზრუნვა არის არამხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები, არამედ რა თქმა უნდა სოციალური მიმართულება, ჯანდაცვა. ძალიან მოკლედ გეტყვით. სოციალური საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ყოველთვის იდგა დღის წესრიგში, ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქი. დღეს შენდება 3 8-სართულიანი და 6 13 სართულიანი სახლი. სულ გათვლილი არის 1077 ბინაზე. ხოლო 2020 წლიდან დასრულებულია პროექტის პირველი ეტაპი 3 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ბინა საკუთრებაში უკვე გადაეცა 582 ოჯახს. მეგობრებო, 800-მდე ბავშვისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო შეიქმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე რაც ეხება ოცნების ქალაქს, ეს არ არის მხოლოდ თქვათ მშენებლობა კორპუსების. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი იქ შიდა ქუჩები, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო სივრცეები. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი უწყებები უკვე აქტიურად სამინისტრო მუშაობს და ბავშვთა ბაღი და სკოლა აშენდება მიმდებარე ტერიტორიაზე და შესაბამისად სრულად შეიკრება და ყველა პირობა იქნება ღირსეული ცხოვრებისთვის. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ და ვფიქრობთ ძალიან მალე ვიმუშავებთ და დავასრულებთ ამ პროექტს. ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება, ჯანდაცვის კუთხითაც გვაქვს წარმატებები. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტი არის სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება, პროექტების და პროგრამების გაფართოება, შეძლების დაგვარად ბიუჯეტის დამატებაც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და მათ ჰქონდეთ შესაბამის სერვისებზე წვდომა. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პრიორიტეტი და ასევე ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრის, ქალაქ ბათუმის პირველი პოლიკლინიკის შენობების და ქალაქ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების მშენებლობა. ესეც ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ნახოთ, მიულოცოთ მოსახლეობას და მათთან ერთად მართოთ ეს პროცესები. განათლება ძალიან მნიშვნელოვანი არის. რა თქმა უნდა, განათლება თვითონ ჩვენთაგანისთვის, ჩვენი ახალგაზრდები, აქაც გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, დაგეგმილი პროექტები 2026-2028 წლებში ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 30 სკოლის მშენებლობა და 70 სკოლის რეკონსტრუქცია, განახლება. ასევე ბავშვთა ბაღები, ესეც არის ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი და მუშაობთ ამ მიმართულებით. სტუდენტთა ხელშეწყობა, ახალგაზრდების მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენთაგანი. მე ბატონო ცოდნე ვიხილე ამას წინათ თქვენ ამ დარბაზში ყავდათ ახალგაზრდები. და ვფიქრობ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი და თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ერთად მართოთ ეს პროცესი, შევხვდეთ ახალგაზრდებს, მივცეთ სწორი რჩევები, მოვისმინოთ მათი იდეები, მიმსჯელოთ შესაძლო სტარტაპებზე, რომელიც იდეებიც მათ აქვთ და მზადავართ მიმსჯელოთ ამ საკითხებზე. მინდა აღნიშნო, რომ გაგრძელდება სტიპენდიების და გრანტების გაცემა
და ჩვენ ვიქნებით მჭიდრო კოორდინაციაში მთელი მთავრობა დარწმუნებული ვარ მუნიციპალიტეტებიც და რა თქმა უნდა მადლობა უმაღლეს საბჭოს ჩვენ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ღირსეული მომავლისთვის ჩვენი ბავშვების ახალგაზრდების ღირსეული მომავლისთვის ასევე ჩვენ გუშინ ვიმსჯელეთ კომიტეტზე შეხვედრისას საჭიროა აუცილებელი არის პროფსასწავლებლების პოპულარიზაცია ახსნა დღეს ჩვენ ხედავთ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ლოკაციები სხვადასხვა სასტუმროები კვების ობიექტები სხვადასხვა საწარმოები იხსნება და ჩვენ გვჭირდება სერვისების ამაღლება და კარგი სპეციალისტები ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს სამუშაო და აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას სპორტს დავამატებდი რომ 2026-28 წლებში პროგრამების სპორტის პროგრამებში დაიხარჯება 70 მილიონი ლარი და აქ აღარ დაგლით ბევრი საკითხები არის და მზადა ვარ შემდგომ შეხვედრებში მოგიყვეთ აგიხსნათ დაგელაპარაკოთ და ჩაგაბაროთ ანგარიში კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ჩვენ ქვეყანას ჩვენ რეგიონს აქვს ძალიან დიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ამის შენარჩუნება ამის მოვლა და ღირსეულად ტარება არის ჩვენთვის ძალიან დიდი პრიორიტეტი მე დარწმუნებული ვარ რომ კულტურის სამინისტროსთან ერთად ჩვენ შევძლებთ იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მე ზოგადად ვიტყვი რომ კულტურის მიმართულებით პროგრამები არსებობს ამ წელს დაიხარჯება 58 მილიონი ლარი 2027-ში 61 მილიონი ლარი და 2028-ში 61 მილიონი ლარი ძალიან მოკლედ ვიტყვი სოფლის მეურნეობაზე ვინაიდან დრო შეზღუდული არის ნამდვილად ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის განვითარებას ფერმერების მხარდაჭერა რა თქმა უნდა გაგრძელდება მეცნიერების მიმართულებით სექტორის მხარდაჭერა მე ვფიქრობ ინტერესიც არის მოსახლეობის თუ რას გეგმავთ სუბსიდირებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ განხორციელდება სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ თვალსაზრისით მინდა გითხრათ რომ 40 არხის რეაბილიტაცია მოხდება რაც ჯამურად 128 კილომეტრი არის განხორციელდება ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია ფესტივალებსა და ფორუმების მეშვეობით პროგრამების რაც გვაქვს დაგეგმილი უბრალოდ რაც უკვე ხორციელდება 2500 სხვადასხვა პროგრამა არის თუმცა გუშინ მინისტრმა დამიდასტურა რომ ჩვენ ვაპირებთ ამ პროგრამების გაორმაგებას და ძალიან მოხარული ვიქნებით რომ ეს პროგრამები არა მარტო გაგრძელდება არამედ იქნება მრავალსახეობა და ასე შემდეგ გარემოს დაცვა ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგი ტყის აღდგენა და სანიტარული მართვა 100 კილომეტრი გზა მოეწყობა რაც შეეხება ტყეებს და ტყეების მიმართულებით საკითხს და 400 კილომეტრ ჩაუტარდება რეაბილიტაცია ბატონებო და ქალბატონებო ამავდროულად აჭარის მთავრობა განაგრძობს 6 მუნიციპალიტეტთან მუშაობას ძალიან ბევრი პროექტებია მუნიციპალიტეტებთან დაგეგმილი და ვფიქრობ ჩვენ ერთობლივად მთავრობა და მუნიციპალიტეტები რა თქმა უნდა უმაღლეს საბჭოს მხარდაჭერით თქვენი გვერდში დგომით ერთად ძალიან ბევრ წარმატებას მოვუტანთ ჩვენს რეგიონს და ჩვენ ქვეყანას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნდობისთვის მეგობრობისთვის და ვფიქრობ ძალიან საინტერესო წინ დროგველის და გვექნება შესაძლებლობა არჩევის შემთხვევაში ჩაგაბაროთ სამომავლოდ ანგარიში მადლობა მადლობა ბატონო ზურა მოხსენებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული 20 წუთი დამატებითი 10 წუთით აითვისა გადავდივართ კითხვების ეტაპზე თითოეულ წევრს გვაქვს 2 წუთი ერთხელ გამოვიყენოთ შესაძლებლობა რა თქმა უნდა შემდგომში დაზუსტებისთვის თითო წუთი გვექნება სხდომის მიმდინარეობის დროს შეგვიძლია ელექტრონული აღრიცხვის ნაწილში ჩავეწეროთ კითხვის დაცმისას გთხოვთ მოკლედ ბატონ ზურაბ ბატონ დავით მოგესალმებით
რამდენი შეკითხვა ექნება ამასის დროს მიტყვი შემასგანოსთან მოკლედ იმედი გვაქვს რომ ჩვენი თანამშრომლობა როგორც თქვენი წინა თავმჯდომარეობის დროს და გუშინაც გაჟღებთ აქ და იმით დამოუკიდებლად რომ ჯანდაცვის სამინისტრო საკმაოდ ბევრ პროექტს ახორციელებს თავრობის თავმჯდომარე სარეზერვო ფონდი ესა არის დამხმარე მაშველი რგოლი და იმედი გვაქვს რომ ამ კომპონენტში ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და რაც ჩემი აზრია რომ ვიფიქრა ამ ფონდის გაზრდაზეც მეორე თემა რაზეც ამ შემთხვევაში როგორც გააფრთხილის კომიტეტი როგორ ფიქრობთ შევძლოთ უფრო მეტი თანხები გამოვნახოთ იმასთან რომ ის პროექტები რომელიც არსებობს სტუდენტების როგორც განაგრძეს გრანტების ამ შემთხვევაში სავარაუდოდ სხვადასხვა პროფესიული ვორქშოპებში რომ მიაღებდეთ მონაწილეობა და ამ ფრით იქნება მატება მომავალ წლის ბიუჯეტში და თავარი ადამიანები ვინც ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს და ვფიქრობ რომ განსფიქრობთ რომ მასშტაბების ხელშეწყობის პროექტები უფრო მეტი გავხადოთ და უფრო ფართო იყოს და ბიუჯეტი რა თქმა უნდა უფრო მეტი დავგეგმოთ ამ პროექტს. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო დავით, ბატონი ნადიმ ვარშალიძე მოემზადება ქალბატონი ნინო ჩხეტია. მოგესალმებით ბატონებო. ნამდვილად აკადემიური დონის მოხსენება წარმოგვიდგინა ბატონმა თურაბმა ჩემი კითხვა მომარევს შემდეგში როგორც ვნახეთ თითქმის ყველა სეგმენტს მოიცავდა მოხსენება ეხლა ტურისტული სეზონი როგორც მოგეხსენებათ მოახლოებულია თქვენ აღნიშნეთ რომ ქალაქი იტვირთება ტურისტული სეზონის პერიოდში და რომელიც შესაძლებელია ჩაქვი მახინჯაურის გზის მოწესრიგება რომელიც მართლაც დისკომფორტს უქმნის ქალაქს და მეორე კითხვა გვახსოვს ჩვენ რომ თქვენი მმართველობის პერიოდში დაიწყო ინტენსიური გაზიფიცირება მაღალმთიანი რეგიონის და რომელიც შესაძლებელია კიდევ უფრო ინტენსიურად მოხერხდეს ამ პროცესის გაგრძელება. მადლობთ. ბატონი ნინო ჩხეტია. მომზადება ბატონი ვაშა სერაბიძე. გაგრძელება ორი შეკითხვა მექნება ამ შემთხვევაში პირველი შეკითხვა უკავშირდება ბუნებრივად რა თქმა უნდა ბათუმის ბულვარს ახლა თქვენ აქ ისაუბრეთ ბათუმის ბულვართან დაკავშირებით მათ შორის ახსენეთ გარკვეულწილად 2 წლის განმავლობაში შესაძლო განსახორციელებელ პროექტებზე გათვალისწინებული 61 მილიონი თქვენ მოგესალმებით რომ ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვანი დრამატული ხასიათის ცვლილებები განიცადა ბათუმის ბულვარმა იქ ძალიან ბევრი ტერიტორია განთავისუფლდა აქ ძალიან ბევრი მადლობა იყო გაცემული ყოფილი მთავრობის თავმჯდომარის მიმართ გასაგებია ერთადერთი მე რაც შემიძლია რომ აქამდე თუ ვიცოდი რომ იყო აქციების საპროტესტო აქციების კარგი დამშლელი ახლა რკინის კონსტრუქციებისაც აღმოჩნდა მე საერთოდ გონია რომ მადლობა ეკუთვნის ბათუმის საზოგადოებას რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფაქტებთან დაკავშირებით მუდმივად აპროტესტებდა ბათუმში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოხდა რომ ბათუმის ბულვარი უნდა განთავისუფლებული განსაკუთრებით აი ეს ბათუმის ეს ორი ტერიტორია უნდა განთავისუფლებულიყო აი ეს დავარქვათ კვების ობიექტებისგან ხშირ შემთხვევაში ესე იყო ამიტომ ამ შემთხვევაში მე ძალიან კონკრეტულად მეინტერესებს არამხოლოდ მე არამედ ჩვენ საზოგადოებას ამ განთავისუფლებულ ტერიტორიებზე გაჩნდება თუ არა ან უახლოეს მომავალში ან თუნდაც იმ 2 წლის განმავლობაში ახალი მსგავსი ტიპის კვების ობიექტები პირობითად და მეორე საკითხი გუშინი აქ არ ვიყავი სამწუხაროდ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო რამდენიც მე ვიცი გარკვეული ნაწილი ჩვენი ჯგუფის ჩვენი მოქალაქეების მოსული იყვნენ გარკვეული თხოვნით ეს არის ეგრეთ წოდებული მოდი ესე დავარქვათ გარემო ვაჭრები მანდა მაინც არ მიყვარს მე ესეთი ესე ვთქვათ ტერმინების გამოყენება მაგრამ სხვანაირად ადამიანები რომლებიც სუვენირებს ყიდდნენ ეს ტერიტორიაზე იყო დავარქვათ ესე ძალიან უხეშად ბათუმის ესე ვთქვათ შემოსასვლელში ეს ჯგუფი ადამიანები რეალურად ეს ჯგუფი ადამიანების მოექცნენ ამ ეგრეთ წოდებული ბათუმის განთავისუფლების პროცესში. ეხლა ჩვენ პატარა გოგოები და ბიჭები არა ვართ, ძალიან კარგად ვიცით რეალურად ეს ადამიანები რატომ მოექცნენ ამ ზონაში. იქ დაიწყო მშენებლობა, ის კარგია, ცუდია. ქალბატონ ნინოს მოიცათ შესაძლებლობა.
ხო საკითხი უკვე დამდგარი შედეგია მშენებლობა მიმდინარეობს გასაგებია, მაგრამ ეს საერთაშორისო პრაქტიკაა ყველა ტურისტულ ცენტრში, ასეთი ადამიანები არსებობს, ისინი ყიდიან აი სულმანჯებს, ეს არის ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სოციალურად დაუცველები არის და თვითონ გადაწყვეტენ საკუთარი სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამიტომ რა თქმა უნდა ამ ადამიანებსაც უნდა გავცეთ პასუხი ეს ჯგუფი ადამიანების მათ შორის იყო შეკვეთილში ჩასული და მოგვიწევს რომ აუცილებლად გავცეთ პასუხი ერთი ამ ადამიანებს, რას ვაკეთებ და მეორე მათ შორის ვიზრუნოთ ბატონი ბიძინას ესე ვთქვათ სიმშვიდეს. დიდი მადლობა. თქვენიც გისურვებთ სიმშვიდეს ქალბატონო, დიდი მადლობა. ბატონი ლაშა სირაბიძე და მომზადება ქალბატონი მარინე გვიანიძე. მოგესალმებით, არჩევის მადლობა ბატონო ზურაბ მოხსენებისთვის, მომიქნება ესეთი ორი კონკრეტული შეკითხვა. ერთი უკავშირდება თქვენს პერიოდში, როდესაც თქვენ იკავებთ ამ პოზიციაზე, რომ ესეთი მნიშვნელოვანი პროექტი თუ გსურდათ და თქვენპირებთ ისეთ ქალაქში გულისხმობ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც ქალაქისათვის იქნება ტურიზმისათვის რაღაც ახალი აღნუღავი იქნება. და მეორე შეკითხვასთან დაკავშირებით მეინტერესებს თქვენ დიპლომატიურ ძებნებოდით და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად თუ ვფიქრობთ ინვესტიციის მოზიდვებთან დაკავშირებით, რომ ჭირო კავშირი იყოს ჩვენს დიპლომატებთან უცხოეთში სხვადასხვა ქვეყნებთან. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ლაშა კითხვისთვის, ქალბატონი მარინე გვიანიძე, შემდგომში არჩილ სამიძე და ბატონი ფრიდონ ფუტკარაძე. გთხოვთ. მოგესალმებით, მადლობა ბატონო ზურაბ საინტერესო მოხსენებისთვის. ბატონმა ლაშამ გააჟღერა უკვე ინვესტიციებთან დაკავშირებით ნაწილობრივ ჩემი კითხვა და დავაზუსტებ მაშინ, კერძოდ სად ხედავთ თქვენ საჭიროებას აჭარაში ინვესტიციების უფრო მეტად მოზიდვას, რომელ სფეროში თუ გაგვიზიარებთ თქვენს ხედვას ამ თემასთან დაკავშირებით. მადლობა ბატონო მარინე, ბატონო არჩილ გთხოვთ. მომზადება ბატონი ფრიდონი. მადლობა, მოგესალმებით. ბატონო ზურაბ, აქ კოლეგები და ან ვინმე ნებისმიერი პირი ვერ დამტესწრებს, რომ არ ვარ კონსტრუქციული ოპონენტი, აი რაიმე დესტრუქციით ვარ დაბადებული. უბრალოდ ერთი ასეთი კითხვა გამიშდა, როცა თქვენს არც თუ ესე მოკრძალებულ ქონებრივ დეკლარაციას გადავხედე, სადაც მითითებული გაქვთ 2024 და 2025 წლის მანძილზე, ამ ორი წლის მანძილზე ოჯახის წევრებმა დედამ და სიდიდრმა დაახლოებით 500,000 ლარზე მეტი გაჩუქათ ფულადის სახით. არიან თუ არა რაიმე ბიზნესით დაკავებული და თუ არ არიან საიმან პენსიონერ მშობლებს ამხელაფრახა და ასეთი სოლიდური საჩუქარი, მაშინ როდესაც ქვეყანაში საშუალო სტატისტიკური პენსიონერის პენსია საარსებელ მინიმუმსაც ვერ უახლოვდება და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეს პირველი კითხვა, მეორე შეკითხვა, წეგან კოლეგამ აღნიშნა თქვენ იყავით დიპლომატი, დიახ, თქვენ იყავით ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და თქვენ იყავით ელჩი მაშინაც კი, როდესაც 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველამ კარგად ნახეთ ის აღიარებული პროპაგანდისტული კამპანია, რასაც ქვია გარეჯი საქართველო. ნამდვილად გარეჯი საქართველო და ეს არის ჩვენი ეროვნული ტკივრილი. დიახ, გარეჯი არის საქართველო და ყველამ უნდა ვიშრომოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რამენერად ეს ჩვენი პრობლემა გადავჭრათ. მე მაინტერესებს თქვენი ელჩობის პერიოდში ოდესმე მაინც ოფიციალურ დონეზე თუ დაგისვამთ ეს საკითხი, ყველას გახსოვს ის კამპანია, პროპაგანდისტული კამპანია და თქვენ უშუალოდ თქვენი ვერკეტი თუ გამოგიყენებიათ ამის საპირწონედ. მაინტერესებს თუ გამოგიყენებიათ რაიმე ოდნავი ხელშესახების შედეგი მაინც თუ მივიღეთ, თუ ეს იყო მხოლოდ შიდა პროპაგანდისტული მოხმარების საგანი და ვიწრო პარტიული საგანი და არა სახელმწიფოებრივი დონის საგანი. მადლობა. ბატონი ფრიდონ ფუტკარაძე. მადლობა, მოგესალმებით, ბატონო ზურაბ, ბატონებო, ქალბატონებო, პირველ რიგში დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, აკადემიური და ამომწურავი მოხსენებისთვის, წარმატებებს გისურვებთ თქვენს შემდგომ საქმიანობაში და გეგმებში, ბუნებრივია და ჩვენს მოგეცემა საშუალება სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ყველა იმ საქმეში, საქმის კეთებაში, რომელსაც თქვენ და თქვენი მთავრობა გეგმავთ. დიდი მადლობა ამისთვის. რაც შეეხება კითხვას, თქვენ საკითხად ახსენეთ, ჩვენთვისაც ცნობილია მაღალმთიან რეგიონში აჭარაში ტურისტული ლოკაცია უკვე მომრავლებულია, იგივე გოდერძის კურორტი გოდერძი ჩირუხის მთაზე, იცით თქვენ ორზოლიანი ზიპლაინი, რომელიც გაკეთდა ევროპაში ყველაზე გრძელი და ასე შემდეგ. ბევრი ლოკაციები არის საკმაოდ მაღალმთიან რეგიონში მომრავლებული, ასევე იცით რომ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სხვადასხვა ესეთი კულტურული ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვანია სანახაობრივადაც.
მიმზიდველია ასე რომ თქვა თქვენს მომავალ გეგმებში ხო არ შედის ამ თხოვნაც იქნება ერთგვარი თუ შეიძლება რომ გავითვალისწინოთ ახალგაზრდული ბანაკების შექმნა მაღალმთიან რეგიონებში ამის სივრცეებიც არსებობს მე შემდგომ მუშა პროცესში შეგვიძლია რომ შემოგთავაზოთ ჩვენი ვარიანტებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რომ იყოს ბანაკები რომლებიც უფრო მაღალ სოფლებში იქნება განთავსებული 10-15 თვით რომ ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება შემეცნებით ბანაკები ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნახვის სხვადასხვა აქტივობების ბუნებრივია და ეს ხელში უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც ერთგვარად სხვადასხვა ტექნიკური პერსონალი ხო იქნება ეგ საჭირო და აი ესეთი გეგმები თუ შედის თქვენ სამომავლო გეგმებში დიდი მადლობა მადლობა ბატონო ფრიდონ მეც ვისარგებლებ კითხვების რეჟიმით ბატონ ზურა კიდევ ერთხელ მადლობა მოხსენებისთვის ორი კითხვა მექნება პირველი ბატონ დენის დამეთანხმებით ეხა მიმდინარეობს მეციტრუსეების რეესტრის განახლება თუმცა არსებული ინფორმაციით ჩვენს რეგიონში ციტრუს დაახლოებით 22000 ოჯახზე მეტი ფლობს მოგეხსენებათ გასული სეზონი იყო რეკორდული მონაცემებით თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ერთ-ერთ ტრადიციულ ბაზარში პრაქტიკულად ვერ მოხდა ჩვენი მეციტრუსეების პროდუქტის რეალიზება თუმცა ერთადერთი შესაძლებლობა და ამ რეკორდულ მოსავალზე არასტანდარტული მანდარინის რაოდენობა ცხადია არის ყოველთვის მეტი იყო სუბსიდირება რა არის თქვენი ხედვა ამ მიმართულებით ჩვენ გვახსოვს თავმჯდომარეობის დროს გარკვეული პოსტულატები და ხედვები ამასთან მიმართებით და როგორ ფიქრობთ სამომავლო ხედვა მეციტრუსეობასთან დაკავშირებით ასევე მეორე კითხვა ტურიზმთან დაკავშირებით ბევრჯერ იყო საუბარი გაჟღერდა ამ დარბაზში როგორც მოხსენების ასევე კითხვების ნაწილში რომ ჩვენ ვიცით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და უკვე გაზრდილი და ამავდროულად მზარდი ტურისტული ლოკაცია რომელიც მათ შორის ბატონი ედნარი დამეთანხმებათ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ დაკვეთილ საიმიჯო კლიპებშიც ხშირად ხდება ეს არის არდაგანის ტბა რომელიც ფიქრობ ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით ბათუმელების და სტუმრების აზრითაც გარკვეულ რეკონსტრუქციას საჭიროებს და ხედვა ამასთან მიმართებით. როგორც ხედავ ჩაწერილი არ არის სხვა მსურველი ბატონ ზურას აქვს 20 წუთი იმისთვის რომ გასცეს კითხვებზე პასუხი შეგვიძლია გთავაზობთ ტექნიკურ შესვენებასაც თქვენი სურვილის შემთხვევაში. გადავარო გავცე პასუხები ჩემთვის დიდი პატივია კიდევ და კიდევ ერთხელ ვიმყოფებოდე უმაღლეს საბჭოში და გავცე პასუხები დეპუტატებს ეს არის ჩვენი მოვალეობაც თავისთავად სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები იყო სხვათა შორის რეგლამენტის გამო ვერ მომეცა საშუალება ბოლომდე მომეყოლა განათლებაზე თუ რა პროექტები არის ასევე კულტურაც ჯანდაცვაც უფრო მეტი დრო დაუთმეთ ინვესტიციებს და ტურიზმს და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს მიმართულება დამერწმუნეთ რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ გაიზარდოს ბიუჯეტი მეტი ყურადღება დაეთმოს ახალგაზრდებს მე შემთხვევით არ მიხსენებია გრანტიც სტიპენდიაც ასე შემდეგ ის პროგრამები რომელიც დღეს მუშაობს ის ყველაფერი გაგრძელდება და ამასთან ერთად ჩვენ ვიმსჯელებთ ჩვენ სამინისტროსთან ერთად თუ რა შეიძლება გავაუმჯობესოთ რა ახალი პროექტები და პროგრამები დავნერგოთ და თქვენთან კოორდინაციაში ჩვენ აუცილებლად შევეცდებით რომ ეს პრობლემები იყოს მოგვარებული და რა თქმა უნდა ღირსეული პირობები გქონდეს ჩვენს ახალგაზრდებს და ჩვენს სტუდენტებს დიდი მადლობა რაც შეეხება ჩაქვი მახინჯაურის შემოსასვლელ ბატონადინ გზას მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო აწ უკვე ყოფილ მთავრობის თავმჯდომარეს ბატონმა სულხანმა თამაზაშვილმა უშუალოდ დაანონსა ეს პროექტი თქვენ იცით რომ დაანონსა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გზის მშენებლობა 4-ზოლიანი გზა იქნება ქალაქის შემოსასვლელში ფიქრობ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ნაკადების ზრდას კომფორტულად ქალაქში შემოსვლას სტუმრების ჩამობრძანებას ტრანზიტულად მგზავრების გადაადგილებას და ასე შემდეგ იმის გათვალისწინებით რომ მატულობს ინვესტიციები მიმდინარეობს მშენებლობა რა თქმა უნდა საჭიროა ინფრასტრუქტურის გაფართოება და გაძლიერება
შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროექტზე მუშაობას და აუცილებლად უკვე დაწყებულია მუშაობა და მივადევნებთ თვალყურს, რომ ოპერატიულად, ასე ვთქვათ, ჩაბარდეს ეს პროექტი და მივიდეს დასასრულამდე. და ამავდროულად წინა კითხვის გაგრძელება მინდა ვთქვა, რომ ერთია, რომ ჩვენ ვაანონსებთ სკოლების და ბაღების მშენებლობას, მაგრამ მეორეა თუ როგორ კეთილსინდისიერად კომპანიები ასრულებენ თავის დავალებას. აი აქ პირდებით რომ იქნება მაქსიმალური კონტროლი, მონიტორინგი და ყურადღება დათმობილი, რომ ის ვადები, რომელიც არის დაწესებული კომპანიებისთვის, ჩვენ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული, რათა დროულად მოხდეს აღნიშნული ობიექტების ჩაბარება. რაც შეეხება ბულვარს და ბულვარის განვითარებას. ბულვარი, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი არის. შეიქმნა ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი და შეიქმნება სკვერები, საბავშვო ატრაქციონები დავარქვათ, სივრცეები, სადაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი უხუცესების სამითაობა სტუმრების მიღებას, რაც შეეხება კვების ობიექტების განთავსებას. იქ ჩვენ ვხედავთ და ჩვენი ხედვა არის მსუბუქი კონსტრუქციებით, ისიც გარკვეულ ლოკაციებში შესაძლოა, ეს არის მსჯელობის საგანი და ჩვენ ვსჯელობთ თუ როგორი კონსტრუქციის იქნება, როგორი იერსახე იქნება. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ჩვენ ვიმუშავებთ და შევთავაზებთ მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც დღემდე იქ მუშაობდა, მიიღონ მონაწილეობა ამა თუ იმ აუქციონში და შესაბამისად მიეცემათ საშუალება გამოყოფილ სპეციალურ ლოკაციებში მსუბუქი კონსტრუქციებით აგებული, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ობიექტის მართვა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, თითოეული თქვენთაგანისთვის საჯარო და ერთად შევჯერდებით თუ რა იერსახე უნდა იყოს, როგორ გამოიყურებოდეს, თუმცა არის მონახაზებიც, რა თქმა უნდა, თუმცა მე უფრო დეტალურად არჩევის შემთხვევაში გავილი ამ საკითხთან მექნება მუდმივი კომუნიკაცია. რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, რაც თქვენ აღნიშნეთ, გალტონინო, რა თქმა უნდა, მე ვიცი, საქმის კურსში ვარ, მექნება კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით და შევეცდებით განვნახოთ კომპრომისი. რა თქმა უნდა, ქალაქის იერსახე ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ინფრასტრუქტურული განვითარება, ქალაქის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, თუმცა მოქალაქეები, ჩვენი მოქალაქეებზე ზრუნვა არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია. შესაბამისად, მე ვფიქრობ, კონსულტაციების შედეგად ჩვენ გვექნება მალევე გადაწყვეტილებები. მადლობა. რაც შეეხება ახალ პროექტებს, ინვესტიციებს რეგიონში, ქვეყანაში დამერწმუნეთ, როცა მე ვსაუბრობდი სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე, ტურისტულ პოტენციალზე, ინვესტორებთან მუშაობაზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის სხვადასხვა მნიშვნელოვანი დიდი ღონისძიებების ჩატარება, ბევრი სხვადასხვა. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო სამეზობლო ქვეყნიდან და ესეც არის, გეოგრაფია ფართი არის, უფრო ძალიან ბევრი ქვეყნიდან უკვე მოდის შემოთავაზებები, წინადადებები, რათა იყოს განხილული ეს თუ სხვა პროექტი და ჩვენ მზადა ვართ, ღია ვართ იმისათვის, რომ გავმართოთ როგორც ბიზნეს ფორუმები, ასევე პირადი შეხვედრები, B2B შეხვედრები, რათა ხელი შეუწყოთ ინვესტიციების შემოდინებას, განვითარებას და წარმატებას რეგიონის. რა თქმა უნდა, ის დიდი პროექტები, რომელიც უკვე ხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია MR, რომელიც იწყებს და დაიწყო უკვე მუშაობა საქართველოში, შემოდის ძალიან დიდი ინვესტიციით. ესეც არის გარკვეულწილად სავიზიტო ბარათი და გარკვეულწილად ნიშანი, შეიძლება ითქვას მოწოდებაც, ხედვაც, გამბედაობაც ყველაფერი ერთად აღებული სხვა დიდი კომპანიებისათვის, ვინაიდან რეგიონში არის სიმშვიდე, ქვეყანაში არის მზარდი ეკონომიკა, სტაბილურობა, განვითარება, ეს არის ყველა წინაპირობა, ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, შესაბამისად მსხვილი ბიზნესი შემოდის, ისეთი დიდი სახელებით, როგორც არის ამ შემთხვევაში იმარი და ეს მიცემს ბიძგს
სტიმულს სხვა ბიზნესს, რათა შემოვიდნენ, ნახონ, შეაფასონ და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. და რა თქმა უნდა, მთელი ჩემი რესურსი, ჩემი დიპლომატიაში, საზღვარგარეთ მუშაობის დროს მე მოვახმარ ზუსტად რომ საერთაშორისო ურთიერთობები მეტი ჩართულობა სხვადასხვა მიმართულებით მაქსიმალურად იქნება, როცა საქართველოს წარმომადგენელი მუშაობს რომელიმე ქვეყანაში, ეს აღნიშნავს რომ მარტო იმ ქვეყანასთან არის გაღვივებული ურთიერთობა მის მიერ. იმ ქვეყანაში მუშაობს ძალიან ბევრი ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, მათთან ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი, შესაბამისად ნაწილი ბრუნდება სხვადასხვა თანამდებობებზე, სხვადასხვა მიმართულებაზე და ეს კონტაქტები არსად არ წასულა და მე დღესაც უკვე მაქვს რამოდენიმე შემოთავაზება დიდი ქვეყნებიდან, რათა აქ გავმართოთ შეხვედრები, ჩამოვიყვანოთ ბიზნესის წარმომადგენლები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მუშაობის შედეგი იქნება. რაც შეეხება ჩემს შემოსავლებს, ეს შეიძლება ვიღაცამ შეაფასოს და დაუშვათ ეს ინფორმაცია არის საჯარო თუ არ არის საჯარო, მე დასამალი არაფერი არ მაქვს. ჩემმა ოჯახის წევრებმა გაასხვისეს უძრავი ქონება და მიღებული გასხვისებული თანხიდან იყო შეძენილი სხვა უძრავი ქონება. ძალიან მარტივი ფორმულაა და არაფერი რაღაცა ექსტრაორდინარული ამაში არ არის, ყველაფერი არის გამჭვირვალე. ეს ერთი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენ დასვით დავით გარეჯი და ზოგადად დელიმიტაცია დემარკაციის პროცესი. მოგეხსენებათ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ჩვენ ქვეყნებში ძველ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში უმეტეს ქვეყნებში დგას ანალოგიური პრობლემა. დღესდღეობით საქართველოს დელიმიტირებული და დემარკირებული საზღვარი აქვს მხოლოდ ერთ ქვეყანასთან, მეზობელ თურქეთთან, ვინაიდან ის იყო იმ დროს საბჭოთა კავშირის საზღვარი ნატოს წევრ ქვეყანასთან და დანარჩენი ყველა რესპუბლიკები, საბჭოთა რესპუბლიკები, რომელიც აქეთ იყვნენ აქეთ არიან განთავსებული, ყველა ქვეყანას აქვს გარკვეულწილად ეს ცოცხალი პროცესი აქტუალური. მათ შორის ჩვენ სამეზობლოშიც ყველა ქვეყანაში. ჩვენაც გვაქვს, რა თქმა უნდა, კონსულტაციები ამ თემასთან დაკავშირებით. დელიმიტაცია დემარკაციასთან დაკავშირებით არსებობს სახელმწიფო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები. დამერწმუნეთ, ეს საკითხი გადაწყდება ისე, როგორც შეეფერება ორ მეგობარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას. ეს არის ის პასუხი, რომელიც მე შემიძლია გითხრათ და აუცილებლად გადაწყდება, როგორც ორ მოძმე ერთს შეეფერება. დიდი მადლობა. რაც შეეხება ბატონო ფრიდონ საკითხი მაღალმთიანეთში ზოგადად თქვენ გახსოვთ ბატონო ფრიდონ, როცა სხვა პოზიციაზე ბრძანდებოდით, ჩვენ დაუღალავი შრომით 24 საათიანი რეჟიმში დავდიოდით ხულოს მუნიციპალიტეტში, შუახევში, ქედაში, აქეთ თავისთავად ხელვაჩაუში, თავისთავად ქობულეთში, ბათუმის თავისთავად გულისხმობ, რათა ბატონ რამაზის სამედასტურებს, რათა მაქსიმალური ყურადღება ბატონ დავით მიგვექცია ჩვენი მაღალმთიანეთისათვის, იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის და მეტი ჩართულობა ყოფილიყო. იგივე ბანაკები, იგივე პატარა საწარმოების შექმნა, ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელება, სხვადასხვა ზეიმზე მათი ჩართულობა. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ. არჩევის შემთხვევაში ჩვენ ძალიან ბევრს გავაკეთებთ და თხოვნა მექნება უმაღლეს საბჭოს წევრებთან იმ ლოკაციებში, სადაც თქვენ ადრე მუშაობდით, სადაც თქვენ გიცნობენ კარგად, ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ მთავრობასთან ერთად მივიდეთ, მოვუსმინოთ და მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ ჩვენს მოსახლეობას. რაც შეეხება ბატონ ცოტნე თქვენ კითხვას, უმნიშვნელოვანესი არის ჩვენ აღნიშნეთ ბატონ დენისთან ერთად გუშინ საკომიტეტო მოსმენაზეც იყო საუბარი სუბსიდირებაზე. დღესდღეობით არის 35 თეთრი სუბსიდირება, ნარინჯისფერი ჩვენი
ულამაზესი ნაყოფის ჩვენი ფერმერები ჩართულები არიან ამ პროცესებში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მუდმივ მედიაციაში და ვაკონტროლებთ ამ საკითხს და ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედავთ შესაძლებლობებს, თუ რა არის შესაძლებელი დამატებით გავაკეთოთ, რათა გვერდში დაუდგეთ ჩვენს მოსახლეობას და მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ დარგს. და ბოლოს არდაღანი ეს არის ქალაქის გული და დღეს თუ ჩვენ შევხედავთ სხვადასხვა პლატფორმებზე ძალიან ბევრი ტიკტოკერები, ბლოგერები, ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში დებს გადანათებულ, ესე ვთქვათ, ახალი ბულვარის ნაწილს და ზუსტად იმ ლოკაციას, რომელსაც თქვენ ახსენებთ და მართლაც ულამაზესია და იმ ადგილს სჭირდება მიხედვა, განახლება და არსებობს უკვე ხედვა პროექტი განახლების და უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გაგაცნოთ ეს პროექტი და მალევე დავიწყებთ, რათა კიდევ უფრო გავალამაზოთ ის არჩეულებრივი ადგილი, ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი და გარკვეულწილად ახალი ბათუმის რაღაც სიმბოლოც და სავიზიტო ბარათიც. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ზურაბ. პასუხებისთვის დამაზუსტებელი ეტაპია, ხო არ სურს ვინმეს დააზუსტოს ბატონი არჩილ სამნიძე არის დაწერილი. ბატონო ზურაბ, მადლობა ინფორმაციისთვის. დელიმიტაცია დემარკაციის პროცესი ვიცით, რომ წლების განმავლობაში გრძელდებოდა რამდენიმე ათეული წელი და ვიცი, რომ ეს პრობლემა ზოგადად ჩვენს ქვეყანას მოდგას. მადლობა ინფორმაციისთვის, მაგრამ ჩემი კითხვა იყო შემდეგში. როდესაც წინასაარჩევნოდ ამას მიყენებთ როგორც პროპაგანდისტულ გზად, როდესაც თითქოს ახალი რუკა აღმოვაჩინეთ, ვინმე ხიდაშელი რომ გმირად გამოვაცხადეთ, სხვები მოღალატეებად გამოვაცხადეთ, სისხლის სამართლებრივი საქმეს კი აღუზარდით, რომელიც ასევე თქვენმა სასამართლოს მოუწია რომ ეს საქმე დაეხურა. მე ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მქონდა კითხვა და ვერ მივიღე პასუხი. აი თქვენ ეს ახალი ეგრეთ წოდებული აღმოჩენილი რუკა გამოიყენეთ თუ არა რაიმე ოფიციალურ შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარესთან, იქ გვაქვს თუ არა რაიმე ხელშესახებიანი შედეგი ამ მიმართულებით, თორემ მანამდე რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და პროცესები, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. მეწვის და დარწმუნებული ვარ თითოეულ ჯგუფს ეწვის გარეჯის თემა, მაგრამ არ მინდა ეს იყოს ვიწრო პარტიული და მხოლოდ წინასაარჩევნო პროპაგანდისტული საგანი და ხერხი. დაზუსტებებისთვის ხო არ აქვს ვინმე სურვილი? კეთილი. გთხოვთ ბატონ ზურაბ, უპასუხოთ დაზუსტებულ კითხვას, ამ შემთხვევაში ერთ კითხვას. მადლობა კითხვისთვის. კიდევ ერთხელ, აქ არანაირი პროპაგანდა არ არის, აქ არის ცოცხალი პროცესი. როგორც მე აღნიშნე, დელიმიტაცია დემარკაცია არის სამხრივი პროცესი არ არის, ორივე მხარის შეთანხმების საკითხი არის. და მხოლოდ ერთ ლოკაციას არ ეხება ეს. ეს არის კომპლექსური საკითხი და არანაირი პოპულიზმი აქ არ არის და წინასაარჩევნო რაღაცა გადადგმული ნაბიჯები, ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი და მე კიდევ ერთხელ გამეორდები. ეს საკითხი აუცილებლად გადაწყდება ისე, როგორც შეეფერება ორ მეგობარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას. ეს არის ჩემი პასუხი. მადლობა. დიდი მადლობა. დაზუსტებული კითხვების ეტაპიც და პასუხებიც გავიარეთ. შეგიძლიათ ბატონ ზურაბ დაბრძანდეთ დარბაზში. გადავდივართ გამოსვლების ეტაპზე. კომიტეტის წევრები, კომიტეტის წარმომადგენლები 5 წუთით. შეიძლება ვინ არის? ბატონი მინდია დიასამიძე, მოემზადება დავით ბაციკაძე. გთხოვთ. კომიტეტებისთვის. მოგესალმებით, პატრიოტის კომიტეტის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს წევრებო, მოგესალმები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეობის კანდიდატს ბატონ ზურაბ პატარაძეს, ქალბატონ და ბატონ მინისტრების კანდიდატებს. მინდა აღვნიშნო, ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ კარგად ვიცით ბატონი ზურაბ
პატარაძის მოღვაწეობა 2016-17 წლებში, როდესაც ხელმძღვანელობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას. კარგად ვიცით მისი შექმნილი პროექტები. ეს იყო ქალაქ ბათუმის შემოსავლის ესტაკადა. ის სტადიონი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ბათუმის იერსახე, განსაკუთრებული სილამაზე მიანიჭა ჩვენს ქალაქს, ტურისტების მოზიდვას, ჩვენი მოსახლეობის იმ მოთხოვნებს და მისი დანაპირებები იმ პერიოდებში, როდესაც იყო ნამდვილად შესრულებული მის მიერ და იმ დიდი გუნდის მიერ, რომლებიც მას მაშინ ედგათ გვერდით. მე ბატონ ზურაბს მინდა უთხრა წარმატებები თავის მინისტრთა კაბინეტთან ერთად. ჩვენ კარგად ვიცით ის გუნდი, რომელიც არის წარმოდგენილი დღეს მინისტრთა კაბინეტთან, ბატონები, ქალბატონები, კარგად ვიცით მათი ხედვები და მათი შრომა, კარგად ვიცით ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მათ მიერ შრომით არის შესრულებული და განვითარებული განათლების სფეროში, სოფლის მეურნეობის სფეროში, ჯანდაცვის მიმართულებით, კულტურის მიმართულების, კულტურის სამინისტრო ერთი წელია, რაც შექმნილია და ქალბატონი ელისოს რამოდენიმე ასობით ფესტივალები აქვს და წარმოდგენები შესრულებული. მე წარმატებები მინდა გისურვოთ და ჯერა რომ კოლეგებთან ერთად სრული მხარდაჭერა გექნება ბატონო ზურაბ თქვენს გუნდთან ერთად. გისურვებთ წარმატებებს. მადლობა ბატონო ილია. ბატონი დავით ბაციკაძე, ფრიდონ ფუკარაძე, მარინე გვიანიძე. ბატონი ილია ვერძაძე. მადლობა ბატონო ზურაბ მოხსენებისთვის. აქვე მინდა მადლობა უთხრა ოფიციალურ თავმჯდომარეს ბატონ სოფალ დამაზაშვილს და წარმატებები ვისურვო ახალ თანამდებობაზე. მე იმედი მაქვს, იმიტომ რომ ახსოვს კარგად, იმიტომ რომ ამ დარბაზში არა კონკრეტულად სხვა დარბაზი იყო, მაგრამ უმაღლეს საბჭოს გულისხმობ, როცა თქვენ თაროს დაჯერებთ სანდებოდით, თქვენი მხარდაჭერა ამ შემთხვევაში როგორც განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ამ სფეროს არ მიწყენენ. როცა ვამბობთ სხვა სფეროს წარმოგიდგენთ, რა თქმა უნდა, სხვა მინისტრებსაც გვიგულეთ ჩვენ გვერდში. მაგრამ იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ეს პროექტები, რა პროექტებიც არსებობდა. ყოველწლიურად მზარდია და ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებ ჩვენი ახალგაზრდობის განათლებისთვის. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მოლაპარაკებაში დიდი მადლობა ქალბატონს და ქალბატონ მაიას ორივეს და იმედი მაქვს, რომ უფრო მრავალმხრივი პროგრამები გვექნება, უფრო მეტი და უფრო მეტ ახალგაზრდას დავეხმარებით და უფრო მეტ შემოქმედს დავეხმარებით, რომ თავისი პოტენციალი გახსნა და ერთი-ორი ჩემი თხოვნა იქნება, რომ როგორც კულტურული მემკვიდრეობისში მე ტურიზმის განმეორებასთან დაკავშირებით კავიანის ციხეზე სულ კომიტეტზე ვსაუბრობდი. კავიანის ციხის რეაბილიტაცია გზაზე ძალიან ლამაზი გამოვა და ტურისტებისთვის მიზიდველი იქნება. ვფიქრობ ეს პროექტი ძალიან კარგი იქნება თუ განხორციელდება და რა ვიცი, მთელი გუნდი თქვენს გვერდში ვარ და ყველა თქვენ წამოწყობს თქვენ გვერდით ვართ, ჩვენი მხარდაჭერა იქნება. წარმატებები და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ. დიდი მადლობა ბატონ დავით, გთხოვთ ბატონო ფრიდონ. მოემზადება ქალბატონი მარინე გვიანიძე, შემდგომში ილია. მადლობა. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, ბატონ ზურაბ, კოლეგებო და ამ საზოგადოება, მოგესალმებით თქვენთაგანს. მოკლედ ჩემი სიტყვა რა თქმა უნდა მინდა მადლობით დავიწყო და ერთი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის რეგიონის სასარგებლოდ, საკეთილდღეოდ მინდა მადლობა გადავხადო ბატონ სულხან თამაზაშვილს და გულწრფელად წარმატება უსურვო შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე, ესოთა საპასუხისმგებლო პოზიციაზე და ბუნებრივია აქვე მინდა შემდგომი წარმატება გისურვოთ ბატონ ზურაბ თქვენ და თქვენს მიერ წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს, რომლებმაც გრძელვადიანად დაამტკიცეს, რომ მათი საქმიანობა ორიენტირებულია ხალხზე და რეგიონის წარმატებაზე. მადლობა მათ ამისთვის და კიდევ ერთხელ შემდგომი წარმატება უკვე თქვენი ხელმძღვანელობით. მე თავს ნამდვილად არ შეგაწყენთ ჩემი მეგობრებო, მაგრამ არ მაქვს უფლება რამდენიმე სიტყვით არ შევეხო ახლო წარსულის იმ პერიოდს, როდესაც ბატონ ზურაბ პატარაძე იყო აჭარის რეგიონის
მთავრობის ხელმძღვანელი ბატონ ზურაბ, მე ჩემი წინ მადლობას ნამდვილად გეუბნებით კიდევ ერთხელ იმ გამოცდილების გაზიარებისთვის, რომელიც თქვენს გუნდს გაგმიზიარეთ და მოგვეცით საშუალება, რომ გარკვეულ პერიოდში თქვენი ხელმძღვანელობით და უამრავი ინიციატივით შეგვექმნა ბევრი კარგი წამოწყება ჩვენს რეგიონში, მუნიციპალიტეტებში, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სოციალურ გამოწვევათა დასაძლევად. ბოლოს კი მინდა საზოგადოებაში შევახსენო რამდენიმე მნიშვნელოვანი და გამორჩეული პროექტი, რომელიც ბატონ ზურაბის სახელს უკავშირდება, მათ შორის მინდა გამოვყო ჩვენი ქალაქისთვის მართლაც საუზდო ბარათი ავტობუს სტადიონი, მუნიციპალიტეტებში დადებისა და სოფლების ცენტრების რეაბილიტაციის ინიციატივა და ინფრასტრუქტურული პროექტები, კურორტ გოდერძის განვითარება, ხულოს საზღვრის გზის რეკონსტრუქცია, აჭარის 4 სეზონის ტურისტული მიმართულებად ჩამოყალიბება, ასევე მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების საშვილიშვილო იდეა და საქმე, რომელიც შემდგომში საქმედ იქცა, ეს მოკლედ ჩამონათვალია იმ წამოწყებების და ინიციატივის, რომელიც თავის დროზე თქვენი მთავრობის თავმჯდომარების პერიოდში, წინა პერიოდს გულისხმობ, იქნა დაინიცირებული და ანონსებული და დაწყებული პირდაპირ გაგებით, რომელსაც აქ ბევრი თქვენთაგანი ალბათ და მათ შორის მეც უშუალო მონაწილე და მომსწრე ვართ. მხოლოდ ეს მცირე ჩამონათვალი დარწმუნებულობა საკმარისია იმისთვის, რომ ფართო საზოგადოებისთვის ცხადი გახდეს თუ ბატონ ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით როგორი განსაკუთრებულად საინტერესო პერიოდი ელოდება წინ ჩვენს რეგიონს მთავრობის რა თქმა უნდა კაბინეტთან ერთად. კიდევ ერთხელ წარმატებებს ვისურვებთ ბატონ ზურაბ, თქვენ მინისტრთა კაბინეტს და ჩვენს თქვენი გუნდის რიგით წევრებად ვიგულებთ რეგიონის საკეთილდღეოდ ყველა წამოწყებაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონ პრედან. ხოლოდ ქალბატონი გავლილი გუიანიძეს ტრიბუნასთან მოემზადება ბატონი ილია ვერძაძე. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარეო, მოგესალმებით ბატონო ზურაბ, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს მივესალმები, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას და ჩვენს მაყურებელს სოციალურ ქსელში და მედია საშუალებებში. ბატონ ზურაბის მოღვაწეობა საჭარაში უკავშირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უკვე ჩვენმა კომიტეტის თავმჯდომარეებმა მათ სიტყვაში აღნიშნეს, როგორიც არის სტადიონი, ესკადაკის მშენებლობა და ასე შემდეგ. მე კიდევ ხაზს გავუსვამ ასევე ბატონი ზურაბის მხარდაჭერას სამეცნიერო სფერის წარმატებაში მისი მოღვაწეობის პერიოდში და როგორც საფინანსო კომიტეტის წარმომადგენელი მინდა დეტალებში შევიძე იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რომლებსაც საფუძველი ჩაეყარა ბატონი ზურაბის მოღვაწეობის პერიოდში. კერძოდ მნიშვნელოვანი პროგრამები, რომლებიც იმ პერიოდში დაენერგა, ეს იყო აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტების განვითარება, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, სწავლა საზღვარგარეთ ჩაეყარა საფუძველი იმ პერიოდში, რაც შეეხება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართულებით. ეს იყო უმნიშვნელოვანესი პროგრამები, როგორიც არის შუშუმოპირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა, მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება, ავტვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება, გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და აქ ხაზს გავუსმავ, რომ ეს იყო იმ პერიოდისათვის მე ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში ასე მგონია, რომ შედარებით არა ისეთი აქტუალური თემა, როგორც დღეს გვიდგას და უმნიშვნელოვანესი პროგრამა ოჯახებისათვის, ვისაც ყავთ აუტიზმის სპექტრის ბავშვები და საჭიროებენ ამ რეაბილიტაციას. ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია და რეაბილიტაცია და დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება გადამზადების გზით. სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი, რომ მოტივაცია მიეცეთ ახალგაზრდებს კიდევ მეტად განავითარონ თავიანთი პროფესიული შესაძლებლობები, მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, ძალიან სოციალური და მგრძნობიარე თემა და უმნიშვნელოვანესი პროგრამა, ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების პოპულარიზაციის ღონისძიებები და აგრარული ექსტენსიის პრაქტიკული სერვისების მიწოდება და კიდევ სხვა მრავალი, რასაც აღარ ჩამოვთვლი და აღარ შევაწყენ ჩვენს მსმენელს თავს. ბატონო ზურაბ, დღეისათვის ჩვენი ბიუჯეტი თქვენთვის ეს ცნობილი არის, უკვე აჭარბებს $1,000,000. რა თქმა უნდა,
სურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ პიროვნებას, ვინც გასული წლების განმავლობაში ნაბიჯ ძალიან დიდი შრომის საფუძველზე მიაღწია ამ დადებით შედეგს, რომ დღეს ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი მილიარდი ლარია. აქვე განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გამოვთქვა საქართველოს მთავრობის მიმართ და არ დავიღლებდი არასდროს ამ მადლობის თქმაში იმ სამშვიდობო პოლიტიკისათვის, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩვენი სახელმწიფოს მეთაურები ახორციელებენ და ზუსტად ეს მშვიდობა არის იმ მილიარდიანი ბიუჯეტის საფუძველი, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ ბატონო ზურაბ თქვენი კარიერული გამოცდილებით, იმ გამოცდილებით, რომელიც თქვენ დააგროვეთ აჭარაში თავმჯდომარეობის პერიოდში, ასევე საერთაშორისო დიპლომატიური ურთიერთობების საფუძველზე თქვენ კიდევ უფრო მეტ სიახლეს შემოიტანთ ჩვენს რეგიონში, განერგავთ კიდევ უფრო მეტ პროგრამებს, საინტერესოს, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანს და განახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორც ინფრასტრუქტურულს, ასევე ტურისტულს, მოიზიდავთ ინვესტიციებს და ამ საკითხებში, რა თქმა უნდა, თქვენ სამუშაო გუნდთან ერთად უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა ყოველთვის გექნებათ. წარმატებებს გისურვებთ მოღვაწეობაში, წინსვლა ჩვენს რეგიონს და ჩვენს ყველა თანამოქალაქეს აჭარაში. მადლობა. მადლობა ქალბატონო მარინე, გთხოვთ ბატონო ილია და შემდგომში დამოუკიდებელი წევრებისთვის. მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ბატონო ზურა, მოგესალმებით მთავრობის წევრობის კანდიდატებო. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მედიცინა არის ფლაგმანი იმ კონტექსტში, რა კონტექსტზეც ჩვენ ყველანი ვსაუბრობთ, ხალხს ესრუნვა და ამ ქვეყნის ვთქვათ საფუძვლის გამოსწორება, რაც 2012 წლიდან დაიწყო. საყოველთაო დაზღვევამ C ჰეპატიტის ელიმინაცია მიცა დიდი ბიზგი, რომელმაც ეს ქვეყანა ძალიან სხვა მოცემულობაში გადაიყვანა და ბატონ ზურა გარწმუნებთ, რომ აი ამ მიმართულების მზარდი ბიუჯეტირება, პროგრამების მრავალფეროვნება ყოველთვის უფრო მეტი უგების და შედეგის მონტანი არის და იქნება. მე ვფიქრობ, რომ როგორც ჩემი აპარატის, რომელიც დიდი მადლიერი ვარ მე მუშაობით, ასევე სამინისტროს დიდი გუნდის, რომელსაც ასევე ვიცნობ, დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ ვიღებთ იმ შედეგს, რაზეც შემდგომ სიამაყით ვსაუბრობთ. ეხლა ორიოდ სიტყვით მინდა პოლიტიკაზე თქვა. ჩვენ ხედავთ რა რთული გამოწვევების წინაშე ვართ ჩვენ და არა მარტო სოციალ-ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით აქ კონფლიქტების მოზღვავება, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონი არის სენსიტიური და აღმოჩნდა სენსიტიური ამ პირობებში. ამ დროს ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ თუ როგორ იქცევა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და როგორი დღის წესრიგი აქვს მათ. ამ დროს ჩვენ ვხედავთ იმ უპრეცედენტო და გამაოგნებელ ჩარევას შიდა პოლიტიკაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ევროკავშირის ელჩის მხრიდან და რაღაცნაირად ეს იკვრება პატრონების დასავლეთიდან და აქაური რადიკალური ოპოზიციის მორიგი ტანდემი, ალბათ შემდგომი სერია დაანონსებულიც აქვთ და მოსალოდნელია, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ცადონ დესტაბილიზაციის და დესტრუქციის წამოწევა, ქვეყნის რყევა და ტრულად ამ ქვეყანას ავნონ კიდევ ერთი თუ შეძლებენ და მე დარწმუნებულად ვერ შეძლებენ, მაგრამ ამის მცდელობა უკვე დაანონსებულია და ამ დროს ვხედავთ რას? ამ დროს ვხედავთ ჩვენ იმას, რომ ხდება საკადრო გადაადგილებები და ჩვენი რეგიონზე ვილაპარაკებ მე, ჩვენი რეგიონის თავმჯდომარე ყოფილი უკვე სულხან თამაზაშვილი მიდის მთავრობაში ისეთ პოსტზე, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი, თუ ჩვენ გვინდა ამ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხოთ და აქ მოდის ბატონი ზურა პატარაძე ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილების, დიპლომატიური გამოცდილების მქონე პიროვნება. მე მინდა რა ვთქვა? მე მინდა ვთქვა და გავამახვილო ყურადღება იმაზე, გუნდიდან და იმ გუნდიდან, რაზეც დავიწყე საუბარი, რომელმაც შექმნა ეს მოცემულობა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, იგივე მშვიდობა, იგივე ეკონომიკური ზრდა განუხრელი, მიუხედავად იპოთეკური კრიზისით გამოწვეული კრიზისისა, მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად რეცესიისა, მიუხედავად ყველა უბედურებისა უკრაინის ომისა, ჩვენ მაინც ვაფიქრებთ წინსვლას. ამ გუნდმა დობა გამოუცხადა ამ ორ ადამიანს. მთავრობაში ბატონ სულხან თამაზაშვილს, ჩემი დიდი პატივისცემა მას და წარმატებები მინდა ვუსურვო იქ და დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის და ასევე გამოუცხადა ნდობა ბატონ ზურა პატარაძის
რომელსაც ასევე დიდი პატივისცემა ჩემი წარმატების სურვილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ გაართმევს თავს, იმიტომ რომ დარტყმის პირდაპირი სამიზნე ჩვენ ვიცით ეს და არა დისკრიმინაციული ეს არ არის თბილისი და ბათუმი. როცა წავა დესტრუქცია, როცა წავა ის დაანონსებული რაღაც სასწაული დემარშები, რა თქმა უნდა, ეს ორი ლოკაცია იქნება განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ორადღების სენში და ამ ორ ადამიანზე გუნდის მხრიდან ესეთი ნდობა, მე ვფიქრობ, რომ საამაყოც არის ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ვართ ამ პოლიტიკურ გუნდში და მე ვფიქრობ, რომ არ ვიქნები ესე ვთქვათ ორიგინალური თუ ვიტყვი რომ სრული მხარდაჭერა ამ ხრივ გუნდიდან და აბსოლუტური ერთობა ერთ გუნდად და ერთგულად უნდა ვაკეთოთ ის საქმე რომელიც ჩვენ ქვეყანას და ჩვენ კუთხეს გამოადგება. აქედან გამომდინარე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მხარდაჭერა ბატონ ზურაბ თქვენი კანდიდატურისა და თქვენს მიერ წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ და გისურვოთ წარმატებები მომავალ საქმიანობაში. მადლობა ბატონო ილია, დამოუკიდებელი წევრები, ქალბატონი ნინო ჩხეტია, არჩილ სამნიძე შეგიძლიათ ტრიბუნით ისარგებლოთ. კარგი, დიდი მადლობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ხო, რაღაც დრო გადის გარემოებები იცვლება ტრიბუნა ამ შემთხვევაში ბატონო დავით ამეთახვით მეგონი ზედ გამოჭრილია ჩემთვის. 2016 წლისგან განსხვავებით. ეხლა ბატონო ილო გამოვიდა ბატონო ილო მე რაღაცა ძალიან შემეშინდა. მე ისეთ პროგნოზი არ აქვს. მე მგონი არის თქვენ პარტიის თავმჯდომარეს არ აქვს რაღაც სტარტაპები იქნება ბათუმშიო და ცოტა სხვაგვარად ვაპირებდი, მაგრამ მძიმე პროგნოზი არის. მე უფრო მოგიწოდეთ სიმშვიდისაკენ, იმიტომ რომ ის კონტექსტი, რომელიც ახლა თქვენს მიერ იყო აქ წარმოდგენილი, ძალიან განსხვავებულია მათ შორის მართალი პოლიტიკური ძალისგან. რაც შეეხება ახლა დღევანდელ დღეს პოლიტიკურ ნაწილს ბუნებრივია ამ შემთხვევაში არ შევეხები და თავ შევიკავებ, მექნება ძირითადად სამართლებრივ ნაწილზე. მსჯელობთ თქვენ ძალიან კარგად მოგხსენებათ, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტიის მიერ გაკეთდა შესაბამისი განცხადება, ეს განცხადება არ ყოფილა ხარიდან მოტანილი, ეს არის განცხადება, რომელიც არის წარმოდგენილი სხვადასხვა კონსტიტუციურ ნორმაში. პირველი კონსტიტუციური ნორმა ეს არის, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური კანონი, ეს ერთი, მეოთხე მუხლი, მეორე კონსტიტუციური ნორმა, რა თქმა უნდა, ეს არის საჭირო ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 23 მუხლი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მათ შორის საჭირო ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია რაღაცნაირად პატარა ბიჭია, ესე არ არის, საჭირო ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია არ არის მხოლოდ საჭირო ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული, ის არის მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული, არის ორგანული კანონი და ნორმატიული აქტების შესაბამისად საკმაოდ მაღალი იერარქიის მყოფი, ესე რომ ვთქვათ, ნორმატიული აქტია. ძალიან კონკრეტულად წერია იქ ყველაფერი და ეს კონკრეტიკა იმისათვის, რომ მათ შორის თქვენ, საქართველოს პრეზიდენტმა ან ვინმე სხვა კარგად გაიგოთ, ამისთვის ასევე პარალელურად არის საკმარისი წაიკითხოთ საქართველოს კონსტიტუცია, მთავრობის შემადგენლობის დაკომპლექტების წესი, რომელიც არის 56 მუხლში წარმოდგენილი და იქ აბსოლუტურად ძალიან განსხვავებული, ძალიან კონკრეტულ ესე ვთქვათ, ჩანაწერი არის წარმოდგენილი, რომ საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური სუბიექტია წარმოადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. აქ ჩვენთან წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში არსებულ პოლიტიკურ სუბიექტებთან განახორციელოს კონსულტაციები. ეს რატო არის ეს ჩანაწერი? ეს ჩანაწერი არის ორი მიზეზით. პირველი მიზეზი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და მისი ავტონომიურობის აღიარება, ეს ერთი, და მეორე მიზეზი არის ის ცვლილებები, რომელიც ქართულ ოცნების მიერ იქნა განხორციელებული, მათ შორის პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით და ეს როლი არის განსხვავებული რეჟიმის, ეს ბუნება არის განსხვავებული ბუნების, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. ანუ პრეზიდენტი გამოდის როგორც ერთგვარად მოდერატორი, ანუ ითვალისწინებს ავტონომიური რესპუბლიკის ავტონომიურობას ეს ერთი და ასევე ის არის მოდერატორი. ჩვენ გვქონდა ესეთი შემთხვევა, ეს არ არის ახალი, ეს კონსტიტუცია და კონსტიტუციური ნორმები მათ შორის იყო წაკითხული რამდენიმე შემთხვევაში, მათ შორის 2018 წელს, თუმცა იქ ახლა გადაჭარბებული იყო ის ფილოსოფიფიკაცია იყო და საზოგადოებას შერატონის ესე ვთქვათ პროექტში ხდებოდა. ეს გასაგებია, ეს მისი პრობლემა იყო, მაგრამ ეს სხვადასხვად არის. კი, დავასრულებ ძალიან მალე. აქედან გამომდინარე მე მესმის, რომ ადამიანებს გარკვეულწილად პროფესიული ჩვევები აქვს, იყო ფეხბურთელი, ფეხბურთი არ არის, კონსტიტუცია სხვა არის.
და იმისათვის რომ თვითონაც იგი ეგუძნო რომ იყო პრეზიდენტი მარტივი ამბავი იყო გასაკეთებელი უბრალოდ ეს კონსულტაციები უნდა გამართულიყო მათ შორის ჩვენთანაც და ეს ტრავალტას გიფივით არ იქნებოდა შეიძლება პრეზიდენტად ებრძნოთ თავი დიდი მადლობა ხო ამ შემთხვევაში ვიტყვი და ჩვენ კენჭისყრაში ამ გარემოებებიდან გამომდინარე ჩვენ ბუნებრივად რა თქმა უნდა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიღებთ ახლა ნამდვილად გემშვიდობებით ბატონო არჩილი ისარგებლებთ და მანამდე ბატონო ამას ვთხოვ რამდენიმე წუთით პრეზიდიუმში დაიკავოს ადგილი მადლობა ამ შესაძლებლობისათვის ბატონო ზურაბ ისევ იმ თემას უნდა შევეხოთ რაზეც ჩემი რწმენით მე მივიღე პასუხი რა კითხვაც მე დავუსვი ეს თემა წამოწია ოცნების გუნდმა თქვენმა გუნდმა წამოწია სწორედ ეს თემა და ეს თემა იქცა ყოველდღიური პოლიტიკის ნაწილად და თქვენ აქ აღნიშნეთ რომ არ ყოფილა პროპაგანდის ნაწილიო სწორედ პროპაგანდის ნაწილად იქცა ეს თემა გარეჯი საქართველოა თქვენს მიერ მართული ტელეკომპანია იმედის ტიტრადაც ეწერა 24 საათი 7 დღის განმავლობაში გარეჯი საქართველოა გეთანხმებით გარეჯი არის საქართველო და ეს არის ჩვენი ეროვნული ტკივილი ეს გულტკივა თითოეულ ჩვენთანაც ჩვენი ისტორიული მიწა-წყალს ეხება საქმე თქვენ აქ პასუხში მითხარით რომ როგორც 41 შეეფერება ისე გადაწყდება ეს საკითხიო 41 როგორც შეეფერება ვერ მივხვდი ამის განმარტება ჩვენ ისტორიული მიწა-წყალზეა საუბარი გარეჯი საქართველოაზეა საუბარი ამის გამო თქვენ მოღალატეებად შეგაწყეთ ადამიანების სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიესწრით რომელიც თქვენს მიერ მართულ სასამართლოსაც კი მოუწიათ მათი გარეთ გამოშვება ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხი თქვენ კონკრეტულად იმ ახალი რუკით რომელიც იქცა პროპაგანდის ნაწილად დასვით თუ არა ეს კონკრეტული საკითხი აზერბაიჯანის კონკრეტულ შესაბამის კომპეტენტურ პირთან თქვენ იყავით ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და დასვით თუ არა ეს ახალი რუკა ჩაიტანეთ თუ არა რომელი რუკის გამოც გმირად ვაქციეთ ადამიანი გაურკვეველი ტიპის ადამიანი და რამდენიმე ტენდერები და ბიზნეს გარიგებები შედგა უკვე მასთან მიმართებაში ხიდაშენზე ვსაუბრობ აი ეს კონკრეტული რუკა რომელიც აღმოაჩინა თითქოს ამ გმირმა პიროვნებამ თქვენ დასვით თუ არა ეს საკითხი ახალ რუკაზე ის დელიმიტაცია დემარკაციის კომისიაში წარადგინეთ თუ არ წარადგინეთ მე ამაზე პასუხი ვერ მივიღე რაიმე ხელშესახები 2000 რომელიც წლიდან დაიწყო 2019 წლიდან დაიწყო ეს კამპანია რაიმე ელემენტარული ხელშესახების შედეგი მაინც თუ მივიღეთ ამასთან დაკავშირებით ამაზე შეგიძლიათ თუ არა გამცეთ პასუხი ვითხოვთ ხელშესახებ შედეგს საუბარი არის ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალზე და დიახ გარეჯი საქართველოა და ერთი პოლიტიკური აბზაცით შემოვიფარგლებით და დავასრულებ ჩემს გამოსვლას თქვენის მიმართვით მეუღლებო უმაღლესი საბჭო არის ის ორგანო რომელსაც ნამდვილად გააჩნია ბერკეტი რომ იყოს რეალური მაკონტროლებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისა სამწუხაროდ უმაღლესი საბჭო გადაქცეულია მადლობების კასკადის წინათ დაწყებული მადლობა ბატონო ზურაბ შემდეგ მადლობა ბატონო თორნიკე მადლობა ბატონო სულხან ეხლა ისევ მადლობა ბატონო ზურაბ მეგობრებო კონცენტრირდეთ საქმეზე რადგან არ გვილხის დღეს მოსახლეობას არ ულხის და მადლობები უკვე შეიძლება შემდეგ მადლობა გასაგებია მადლობა თქვენს ვერ დავკომპლექსდებით ამ შემთხვევაში ბატონო არჩილო მისარგებლეთ დამოუკიდებელი წევრისთვის განკუთვნილი 3 წუთით გადავდივართ უკვე ფრაქციების ნაწილზე ბატონ გოგი გთხოვთ ბატონი რამაზი ხო ბატონი დავით გაბაიძე მოგესალმებით ამ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლებს ჩვენს კოლეგებს ვერ დავეთანხმები და მადლობას მოგახსენებთ ყველას პირველ რიგში აკომბინებისთვის მადლობა ბატონო ზურაბ თქვენ და გილოცავთ მშობლიურ კუთხეში დაბრუნებას ასევე კიდევ ერთხელ ვერ დავეთანხმები ჩემს კოლეგებს და მადლობას გადავხდი ბატონ სულხან თამაზაშვილს გაწეული საქმიანობის და უსურვებ წარმატებებს იმ ფრიად საპასუხისმგებლო პოზიციაზე რომელსაც ის თბილისში დაიკავებს. აჭარაზე როცა ვსაუბრობთ, ყოველთვის ეს საერთაშორისო ურთიერთობებთან ასოცირდება საერთაშორისო
პროექტებთან ჩვენი ეკონომიკის დიდი ნაწილიც ბიბული არის ამ თემაზე და სასიხარულოა რომ ადამიანს რომელსაც დღეს ავირჩევთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ამ გამოცდილებით მოდის ზუსტად და მჯერა რომ ის თავის გამოცდილებას კავშირებს და იმ განახლებულ ხედვებს რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში დაუგროვდა გამოიყენებს რეგიონის სასიკეთოდ. ასევე აღარ კოლეგებმა ჩამოთვალეს უამრავი პროექტი და როდესაც აჭარაზე ვსაუბრობთ თუნდაც ბათუმის ან აჭარის რაიმე ტიპის ლოგოზე ან ფოტოზე ძალიან ბევრი ამ პროექტთანი არის აღნიშნული და ეს გვაძლევს იმის მოლოდინს იმედს რომ საფუძვლიანად ვთქვათ რომ მომავალში ალბათ ისევ ბევრ პროექტს ვიხილავთ რომელიც განხორციელდება რომელიც ასევე მსგავსი ტიპის მნიშვნელოვან პროექტთა სიაში დაიჭერს ადგილს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბატონო ზურაბ, გილოცავთ თქვენი გუნდის წევრებთან ერთად, თქვენ წლების წინ ბევრის გაკეთება შეძელით, მაშინ აჭარის ბიუჯეტი სულ სხვა ციფრი იყო და მას შემდგომ არის ძალიან დიდი ზრდა და მგონია რომ ეს კიდევ მეტ შესაძლებლობას მოგცემთ რომ ბევრი სხვა მრავალი ახალი პროექტი წამოიწყოთ. გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ. მადლობა ბატონო გოგი. ბატონო რამაზ მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ბატონ ზურაბ. წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ გუნდთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ რომ წინ სასიამოვნო საქმეები გველოდება ჩვენი კუთხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ და პირველი თქვენთვის არის მოსახლეობა, ვიცი და ვიცი დამოკიდებულება თქვენი მოსახლეობის მიმართ, ჩვენი აჭარის მცხოვრებლების მიმართ და ჩვენ უამრავი გამოწვევები მიგვიღია და გაუკეთებელი საქმე არ არსებობს თუ მოინდომე და ეს არის ყველაზე მთავარი ჩვენი მოსახლეობისთვის. მე მადლობა მინდა გადავუხადო და ძალიან დიდი პატივისცემა ჩემ მინისტრთა კაბინეტს, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა და განსაკუთრებით მთავრობის აპარატს, არც ერთი სოციალური საკითხი და არც ერთი მიმართულება, რაც მოსახლეობასთან მოსახლეობის მიმართ დადგა, არც ერთ საკითხი უყურადღებოდ არ დარჩენილა. ამასთან ერთად მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ სულხან თამაზაშვილს, წარმატება მინდა უსურვო საკმაოდ ძლიერი სამინისტროს ჩაუდგა სათავეში და ერთხელ საამაყუარო ჩვენი კოთხიშვილი ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. უამრავი წარმატებები და მე დარწმუნებული ვარ რომ წინ საინტერესო და უამრავი პროექტი გველოდება და უამრავი სასიკეთო სიახლეები ელოდება ჩვენს რეგიონს. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა ბატონ რამაზ, ბატონ დავით. მოგესალმებით ვისმენდი გამოსვლებს როგორც უმრავლესობიდან ასევე ოპოზიციიდან და ერთი რამე ცხადია რომ ყველაზე მთავარი კოზირი რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს მთავრობას გააჩნია ეს არის გამოცდილება და ვინმეს რომ დღეს დილით ჩემთვის ეკითხა როგორ დავასათაურებდი მთავრობის შემადგენლობისათვის დობის გამოცხადების ამ პროცესს ვიტყოდი რომ ეს არის გამოცდილების დაბრუნება და მე მინდა მივილოცო ბატონ ზურაბს აი გამოცდილებით ხელახალი შემოსვლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკაში ასე ვიტყოდი. მოგესალმები კოლეგებს, მასმედიის წარმომადგენლებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობას, რა პროცესი გვაქვს დღეს უმაღლეს საბჭოში. უმაღლეს საბჭოში დღეს მიმდინარეობს პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესი ერთდროულად, რომლის მთავარი დანიშნულებაც არ არის მხოლოდ დობის გამოცხადება, მთავარი ფაქტორი ეს არ არის, დობის გამოცხადებასთან ერთად ჩვენ პრაქტიკულად უმაღლესი საბჭო უზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მოსახლეობისაგან მიიღო ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვაფასებთ რამდენად სწორად დაკომპლექტებულ გუნდს უზიარებთ აი ამ პასუხისმგებლობას, აქ მნიშვნელოვანია შეფასდეს ბუნებრივია საკუთრივ გუნდი. მე აღარ ვისაუბრებ მინისტრების კანდიდატურებზე, ჩვენთვის ყველა ძალიან კარგად ნაცნობია, დიდი დრო არ არის გასული, რაც ერთხელ უკვე დაუჭირებთ მინისტრების ამ შემადგენლობას, ასე ვთქვათ, მხარი
მე ხას გავუსვამდი მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, ვინაიდან ამ შემთხვევაში სიახლე ბატონი ზურაბის კანდიდატურაა, თუმცა მთლად სიახლეს ამასაც ვერ დავარქმევ და როგორც უკვე გითხარით, ეს არის ძალიან კარგი, რომ ეს გამოცდილება ბრუნდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის საკითხი წყდება, აქ ვფიქრობ, რამოდენიმე მთავარ კომპონენტს აქვს აუცილებელი მნიშვნელობა. პირველი ეს არის ბუნებრივია კომპეტენცია და ეს კომპეტენცია მოდის არა მხოლოდ განათლებით, არამედ გამოცდილებითაც და ამ გამოცდილებაზე უკვე ვისაუბრეთ. ამ შემთხვევაში სოფლიოში შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ გამოცდილება ამ შემთხვევაში, რომელიც მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს აქვს, არ არის მხოლოდ უპირატესობა, ეს არის აუცილებლობაც, რომელიც ამ შემთხვევაში რეგიონს სჭირდებოდა და მე მიხარია, რომ ამ შემთხვევაში გაბედულად მივიღებ გადაწყვეტილებას, როდესაც მთავრობის სათვის მხარდაჭერაზე მიდგება საკითხი, ანუ კენჭისყრის დროს. მეორე მთავარი კომპეტენცია და უნარი, რომელიც ამ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს გააჩნია, ეს არის კომუნიკაცია და ეს ნამდვილად გააჩნია ბატონ ზურაბს ეს უფუნება, რომ ის იყოს კომუნიკაბელური და შეძლოს კომუნიკაცია არა მხოლოდ ოფიციალური თანამდებობის პირებთან, არამედ მოქალაქეებთან. მე მქონდა გამოცდილება ჩვენ ერთობლივად წლების განმავლობაში ერთად მომსახურებოდით ხალხს და მე ვიცი როგორი კომუნიკაცია აქვს მას მოსახლეობასთან და ეს არა მხოლოდ ბატონ ზურაბის უფუნება, ამ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობას ეს უფუნება უბრუნდება და ამ შემთხვევაში ბუნებრივია მივესალმები. შემდეგი კომპეტენცია და უნარი, მე ვფიქრობ, ეს არის და გამოკვეთილად ჩანს და ეს მისი პროფესიული უნარია, დიპლომატიის უნარი, რაც ბუნებრივია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის აუცილებელია და კიდევ ერთი, რასაც აუცილებლად ხას გავუსვამ, ეს არის გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რომელიც ბუნებრივია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის ამ უნარების იერარქიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და აქ ნებისმიერი აქ გამოცდელი და აქ ყოფი დამეთანხმება, რომ გადაწყვეტილების მიღების კუთხით ბატონ ზურაბს პრობლემა არ გააჩნია ნამდვილად. შესაბამისად, როდესაც მივიღებ გადაწყვეტილებას კენჭისყრის დროს მთავრობისათვის მხარდაჭერის შესახებ, ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური ვალდებულება, ჩემი რომ წარმოადგენ ამ კონკრეტულ გუნდს და არც მხოლოდ ადამიანური ვალდებულება, რომ ამ შემთხვევაში რეგულში ვიხუვლე კიდეც რომ ერთგვარ ვალშიც კი ვარ ბატონ ზურაბთან მეთქი, ეს იქნება საკუთარი სურვილით გაკეთებული ნაბიჯი და აქედან გამომდინარე ბუნებრივია ერთ უფუნებას კიდე გავუსვამ ხას და ეს ამ შემთხვევაში ჩემთვის როგორც კენჭისყრის ერთ-ერთი სუბიექტისათვის იქნება მნიშვნელოვანი. ამით ყველაფერი აფთავდება ბუნებრივია მთავრობის დამტკიცება, ეს არის ერთი ნაწილი ამ პროცესის, მაგრამ წინ დგას დიდი პროცესი, რასაც შემდგომ უკვე მთავრობის საქმიანობა ქვია და მე ამ პროცესში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უსურვებდი წარმატებებს, ნაწილი უკვე დადგება, რომ სიტყვები უკვე ქმედებებად იქცეს და ის გეგმები, რაც არის იქცეს შედეგებად, აქედან გამომდინარე წარმატებას უსურვებთ თითოეულ ქვეყანას საომარი საქმიანობაში. მადლობა. მადლობა, ვარცხნივით ფრაქციის დრო ცოტა დარჩენილი გვაქვს და რამოდენიმე სიტყვით მეც ვისარგებლებ. ბატონ რამაზ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს კიდე შევაწუხებ. მოგესალმებით კიდე ერთხელ, მოგესალმებით მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატო. ძალიან ბევრი რამ ითქვა დღევანდელ შეხვედრაზე, მიმდინარე პროცესის დროს. კიდე ბევრი რამ ითქმება, ოღონდ განსაკუთრებული დარწმუნებითი პროგნოზი შეგვიძლია გითხრათ დადებით კონტექსტში, პატიოსნების, კეთილსინდისიერების და საქმისჯეროვანი შესრულების ნაწილში. ვიდრე გამოვიყენებდე ფრაქციით განკუთვნილი დროით, მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ სულხან თამაზაშვილს, წარმატებები უსურვო შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაზე და აუცილებლად იქნება წარმატებული, სადაც კი ამ ადამიანმა იშრომა ყოველთვის მისი წარმატებული ხელწერა დატოვა, მას, თავის ოჯახს, ძალიან ბევრი აქვს აჭარის სახალხო ეროვნული საქმისთვის გაკეთებული, ზურაბ გორგილაძესთან ერთად, ჩვენი საზოგადოება ამას ძალიან კარგად იცნობს, ხედავს. რაც შეეხება ბატონ ზურაბ პატარაძეს, ეხა ექსპრომტად ერთი მომენტი გამახსენდა, რომელიც უკავშირდება მის საქმიანობას, დიპლომატიურ საქმიანობას, საქართველოს ინტერესებისთვის, საქართველოს სახელმწიფოსთვის, თანამემამულეებისთვის, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ თანამემამულეებისთვის ბრძოლას, შრომას, თავგანწირვას,
2006 წელი ყოველს გახსოვთ. გახსოვთ იმჟამინდელი მთავრობა და მისი რიტორიკა დისკრიმინაციული, აბსოლუტურად გამაღიზიანებელი, ოკუპანტი და შოვინისტი სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც გარკვეულ დამატებით საბაბს აძლევდა ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ და თანამოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენებინა რეპრესიული მექანიზმები. ყველა მიცის ამის შესახებ, იმჟამინდელმა სახალხო დამცველმაც, საერთაშორისო უფლება დამცველებმაც თუ რასაკეთებდა მაშინ ზურაბ პატარაძე როგორც საქართველოს წარმომადგენელი. და ეს არის ინდიკატორი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იყოს კომპეტენციისა და თავგანწირვის ნაწილში სახელმწიფო მოხელე. ამავდროულად მახსენდება კოვიდის პერიოდში მოგეხსენებათ საერთაშორისო რეგულაციებმა საკმაოდ დიდი შეფერხება შეუქმნა ჩვენს თანამოქალაქეებს და თანამემამულეებს სამშობლოში დაბრუნების და გვახსოვს როგორც მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიდან, ასევე სოцქსელებიდან ბატონი ზურაბ პატარაძის ჩართულობა იმ საერთაშორისო კავშირებით, რომელიც ჩვენ ვახსენეთ ახლა, სამშობლოში დაბრუნებულიყო ჩვენი თანამოქალაქეები. და რაც მთავარია, რაც შეიძლება დასკვნის ნაწილით ჩვენ განსაზღვროთ. როდესაც ბატონი სულხანი გადავიდა შინაგან საქმეთა მინისტრად და გახდა ვაკანტური აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის პოსტი. ცხადია, ჩვენს გუნდთან ერთად და გაიჟღერა და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით ბატონის თავმჯდომარედ და ვუპასუხებ დამოუკიდებელ წევრებს. კონსტიტუციის მიზანი ვერ იქნება ფორმალური იმიტაცია პროცესის. ჩვენ ვიცით, რომ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი, ვისაც შეუძლია მთავრობას დობა გამოუცხადოს, დღეს არსებული პოლიტიკური მოცემულობით, ხალხის გადაწყვეტილებით, რომელიც არის ხელისუფლების წყარო, გახლავთ ფრაქცია ქართული ოცნება. ამავდროულად მე თქვენ პატივისცემას გიდასტურებთ, მაგრამ თქვენი პოლიტიკური კუთვნილების მიმართ პატივისცემა არ მაქვს, ამ უფლებას ვიყენებ, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების გათვალისწინებით. შესაბამისად, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ვისთანაც კონსულტაცია გაიმართა, არის სწორედ კონსტიტუციური კანონის პრინციპის მიზანი და ამავდროულად შემიძლია თქვენი პოლიტიკური კუთვნილება ვახსენეთ, თქვენი თანაგუნდელების განცხადება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არჩევანის მიმართ, მათ შორის 2024-ის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების მიმართ და მე მგონი საზოგადოებას და იურისტებს ამ კუთხით პასუხები თავადვე თქვენი ქმედებებით აქვს გაცემული. და დაუბრუნდეთ ისევ და ისევ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, როდესაც გახდა ვაკანტური ბატონი სულხანის შინაგან საქმეთა მინისტრობის დანიშვნის შემდეგ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი და აქ აღინიშნა იყო სწორედ ის გამოცდილება, ის ამპლუა, ის შედეგები, ის მიმართულებები, ის პროექტები, რომელიც დაგეგმა განახორციელა, ის პოლიტიკური მუხტი, თუნდაც პოლიტიკური ორგანო ვართ. ჩვენ წარმომადგენლობითი ორგანო, რომელსაც ყოველთვის ქონდა ამ პოლიტიკური მუხტის მატარებელი, ყოველთვის იყო ბატონი ზურაბ პატარაძე. ასე გაგრძელდება უფრო ძლიერი შემართებით, უფრო მეტი გამოცდილებით, ახალი ხედვით, გუნდთან ერთად ჩვენი აჭარისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის და დარწმუნებული ვარ, აჭარას ექნება უახლოეს პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური გარღვევები და ამისთვის წინასწარ მინდა ჩემს კოლეგებს მადლობა გადაგიხადოთ მთავრობის დამტკიცებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ მთავრობის ახალ შემადგენლობას, რომელსაც დავამტკიცებთ რამდენიმე წუთში, წარმატებები მინდა ვუსურვოთ ჩვენს ხალხს და აჭარას, რომელიც არის მე მგონი სოფლიო ისტორიაში ეროვნულობის განსაკუთრებული მაგალითი. დიდი მადლობა. მადლობა ბატონ რამას. ბატონ ზურაბ, ხო არ გნებავთ გამოიყენოთ დისკრეცია დასკვნით სიტყვასთან დაკავშირებით. კი ბატონო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თბილი სიტყვებისთვის და ნამდვილად მადლობა სათეკილო არ არის. მე მიხარია დღეს თქვენთან ერთად
წარმოვადგინე ჩვენი ხედვა, ჩვენი პოზიცია და ვსარგებლობ შემთხვევით განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებას, მინდა მადლობა გადავუხადო ნდობისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ყველა ეს მნიშვნელოვანი საკითხები, ყველა ეს მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც განხორციელდა ღირსეულად გაართვა თავი და ჩვენ სამშობლოს, ჩვენ ქვეყანას ბევრი წარმატება მოუტანა. მე მინდა უშუალოდ ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს გადავხადო მადლობა. მეგობრებო, ძალიან დიდი პასუხისგებლობა არის. აი ზუსტად დღეს მოვისმინე, აქ რომ ჩვენ დღეს დავამთავრებთ შეხვედრას და იმ შემთხვევაში თუ გამომიცხადებთ ნდობას, დამერწმუნეთ ყველაზე დიდი პასუხისგებლობა იწყება. ძალიან დიდი გამოწვევა არის, როგორც პატევი, ასევე გამოწვევა, რათა ბოლომდე დავიხარჯოთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულს. ბატონწოდნე, მადლობა თქვენ, მადლობა თქვენს გუნდს, მადლობა იმ შეფასებებისთვის, რომელიც დღეს მე აქ მოვისმინე. მე კიდევ ერთხელ გამეორდები, მზადა ვარ კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის ოპოზიციასთან. ეს არ არის პოპულისტური სიტყვები, ეს არის საქმე და ვინც სწორ რჩევას მოგცემს, ვინც გვერდში დაგვიდგება ქვეყნის აღშენებლობაში, მზადა ვართ ვითანამშრომლოთ და ვაკეთოთ ერთად მნიშვნელოვანი საქმეები. კიდევ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ერთად წარმატებებისკენ. მადლობა. აღნიშნული საკითხის განხილვარი დასრულებული, თხოვ აპარატს რეგისტრაცია გაიაროს. აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 15 წევრმა გაიარა რეგისტრაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი? თავი შეიკავა. 13 ხმით დადგენილება მიღებულია. დადგენილებას აქვე მოვაწერ ხელს. გილოცავთ ბატონო ზურა, გილოცავთ მინისტრებო, თხოვთ მივესალმოთ. აღნიშნული დასრულდა დღის წესრიგი რიგარეშე პლენარული სხდომით 2026 წლის 28 აპრილის რიგარეშე პლენარულ სხდომას დასრულებულად ვაცხადებ.